მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ტალღის ეთერშია გადაცემა ანალიტიკა, ცოტნე მარღიასთან, მერაბ ჭიქაშვილთან და თენგო ომანიძესთან ერთად. მოგესალმებით მეგობრებო, გილოცავთ ნათლისღებას, ულოცავ მაყურებელს, რა თქმა უნდა. პირველ რიგში ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, როგორ ბრძანდებით, ხომ ხართ კარგ? დიდი მადლობა, მოგესალმებით, მართლა მივესალმები ყველა ჩვენს სცენოს მაყურებელს, როგორც ჩვენ სატელევიზიო ეთერში, ასევე რა თქმა უნდა, სოციალურ ახლზე, როგორც Facebook გვერდზე, ასევე YouTube გვერდზე და ყველას ულოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს საქართველოს ტალღის ეთერში, ახალი ეთერიდან, ახალი ფორმატით, ვცდილობთ რომ მქონდეს თქვენთან კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, ურთიერთობა და მით უმეტეს განსაკუთრებით გადაცემა ანალიტიკა, სადაც ჩვენ უბრალოდ რაციონალურად ვცდილობთ, რომ რაციონალურად სხვადასხვა პრიზმით შევაფასოთ ესა თუ ის მოვლენა და განსაკუთრებით ის მოვლენები, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში ხდება, არამედ რა თქმა უნდა, ჩვენს ირგვლივ ხდება მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენები, მაგრამ ჩვენ უკვე ამ ბოლო დროს სამწუხაროდ გვიწევს ესეთ მოვლენებზე საუბარი, რომელიც ახლოს ჩვენთან ახლოს ხდება, ნუ საქართველოს ბედი, საუკუნოვანი ბედი, კარგად არის უკვე დღესაც მეორდება, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თუმცა ანუ წერტობაში ერის საერთოდ იწრთობა ამ დიდ გამოცდილებებში, განსასწრებლებშიც მათ შორის და ნუ ვფიქრობ, რომ რაღაცა ნათელი წერტილები მაინც უნდა ვეძებოთ, ოღონდ არა ისე, რა თქვია, სიზმარში და ესე ხელებ დაკაპიცებული და გულხელზე დაკრეფილები, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ უყურებთ, არ ჩვენ და ვცდილობთ, რომ ჩვენც უანგაროთ ვემსახუროთ. ჩვენი ერი ალბათ აი ამ წერტილებში, აი ამ განსასწრებებში, რა ვიცი, ყველაზე უფრო მეტად, არ ვიცი, დაიჭაგრა თუ მართლაც ეს არის შეიძლება ეს არის რაღაც ფორმით პრივილეგიაც უფლისგან ბოძებული, რომ გავიაზროთ, რომ აი წეღანაც საუბრობდით ხო ჩვენ ეთერში შემოსვლამდე, რომ მართლა ძალიან იშვიათი არის, რომ 3 მილიონიან ერს კონდეს საკუთარი სუვერენული სახელმწიფო, ოღონდ ახლა გულისხმობ ისე ტიპის სახელმწიფოს, რომელსაც ჭირდება ეს სუვერენიტეტი გარანტირებული. თორე საალს ხა წყნარი ოკეანის კუნძულებზე რომელიღაცა ტომს რო შეიძლება კონდეს კაშვილი რო არ ეხება ისეთ გეოგრაფიულ მდებარეობაში რო არის, ის შეიძლება განსხვავებული იყოს ვითარება, მაგრამ არ არის მართლაც ეს ხშირი მოვლენა სამყაროს ისტორიაში და ის რომ საქართველოს ქართველ ერს ამისი შანსი მოგვეცა, ისტორიული შანსი 35 წლის წინ ეს ძალიან დიდი ღვთისმსხალობაა, რომელიც სამწუხაროდ ჩვენმა ერმა ჯერ კიდევ ვერ დაინახა, ვერ დააფასა და მთელი ეს 35 წელი ვანიავებთ იმას, რაც მოგვეცა, არ ვიცი, მართლაც უიშვიათესი ისტორიული რაღაც მოვლენების დამთხვევის შედეგად. მინდა რომ დღევანდელ გადაცემაში ვისაუბროთ მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე, სხვა შორის გუშინ მქონდა ჩვენ ძალიან საინტერესო ეთერი გადაცემაში დროის სამართალი ბატონ დემურ გიორხელიძესთან ერთად საუბრობდით იმ პერიპეტიებზე, რაც სამყაროში მიმდინარეობს, განსაკუთრებით გრენლანდიის და ირგვლივ და შემდეგ უკვე ირანის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე. ეს არის ორი ის პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას, მათ შორის ჩვენ რეგიონს პირველ რიგში აქცევს ერთგვარ ეპიცენტრში. შეიძლება გაჩნდეს ახლა კითხვა აქ, რომ რა შუაში არის გრენლანდია ჩვენს რეგიონთან და ჩვენს ქვეყანასთან, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ასე არ არის, იმიტომ რომ გრენლანდიის საკითხი გახდა იმდენად რეზონანსული, რომ ის გავლენას ახდენს არა მხოლოდ დანიის და შეერთებული შტატების ურთიერთობაზე, არამედ მთლიანად დასავლური კოალიციის მომავალ ბედზე. იმ კოალიციისა, რომლის წევრობის გაცხადებული სურვილიც გვაქვს ჩვენც და ეს სურვილი გვიწერია პირდაპირ კონსტიტუციაში, თუმცა დღეს უკვე მიდის იმაზე ღიად საუბარი, რომ თურმე არც ნატოს კოალიცია არ ყოფილა მუდმივი, თურმე ეს კოალიციაც კი შეიძლება დაიშალოს, შეიძლება რაღაც ფორმით გადაკეთდეს, სახე იცვალოს იმ მოვლენების გათვალისწინებით, რაც მიმდინარეობს სწორედ გრენლანდიის კუნძულის ირგვლივ. მინდა რომ აი ამ თემაზე დავიწყოთ საუბარი და ცოტნე შენთან მექნება შეკითხვა თუ ასე ვთქვათ ჩემი მოსაზრების გაცნობის შესაძლებლობა. განიხილება ასეთი საკითხი და მე მოვისმინე ასეთი აზრი, როგორც საერთაშორისო ქართველი ექსპერტებისგან, რომ აი თუ კი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო გზით შეეცდება გრენლანდიის დაპყრობას, რაც არ გამორიცხა თავად ამერიკის პრეზიდენტმა, ეს გამოიწვევსო ნატოს დაშლას. თუმცა მე მექნებოდა ასეთი მოსაზრება, რომ სრულებითაც არ არის ამისათვის საჭირო სამხედრო გზით ამის გაკეთება, თუ დიპლომატიის გზით, ეკონომიკური შეზღუდვების გზით და ტარიფების ომით, რაც გამოიწყო უკვე ტრამპმა, ამ გზით რომ მიიღოს მან გრენლანდია, რა ნაკლები
ნაკლებად რეზონანსული იქნება ეს ყველაფერი, რა განსხვავება ხა ისტორიულ პარალელს თუ ავიღებთ, არც ჰიტლერს არ დაუპყრია სამხედრო გზით, არც ავსტრია და არც ჩეხოსლოვაკია დიპლომატიით მიიღო, დიპლომატიის და ძალის დემონსტრირების გზით მიიღო ტყვის გაუსროლელად, მაგრამ დღევანდელ სამყაროში ვერავინ იტყვის, რომ ხა ჩეხოსლოვაკიის მაგალითად ანექსია გერმანიის მიერ ეს არ იყო აგრესია, ხო? რა თქმა უნდა, ეს იყო აგრესია, უბრალოდ მან შეძლო რომ დააშინა მოკავშირეები და წაართვა, ასე ვთქვათ, ის მიწები, რაც იყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორია. საინტერესო იქნება შენი მოსაზრება ამ ხრივ, აქვს თუ არა ამ შემთხვევაში ფორმებს მნიშვნელობა, რა ფორმით მოხდება ეს და რა იქნება ამ ყველაფრის შედეგი? პირველში მოგესალმებით, მიესალმებით ჩვენს მაყურებელს და მივერთდები თქვენს მილოცვას და ულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს და ზოგადად ქრისტიანს ვინც აღნიშნავს დღევანდელ დღესასწაულს. მოდი ცოტა შორიდან დავიწყოთ რაღაცას თქვა მინდოდა აი ზოგადად კომენტარი იყო რამდენიმე წინა გადაცემაში, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ აი სულ რატო საუბრობთ გეოპოლიტიკაზე და შიდა საკითხებზე რატო არ საუბრობთ და ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩვენ ახლა უნდა გავითავისოთ ჩვენმა საზოგადოებამ და ქვეყანამ არის ის რომ ის პროცესები რაც ახლა მიდის ჩვენს გარშემო მთელ სოფლიოში მათ შორის ის იქნება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში იქნება ევროპაში თუ დავუშვათ იგივე აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით დიდწილად განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ მომავალს, იმიტომ რომ ჩვენისთანა პატარა სახელმწიფოები, რომლებიც პრინციპში არიან შეზღუდული სუვერენიტეტის მქონე სახელმწიფოები და დიდწილად დამოკიდებული არიან ისე დიდ გლობალურ მოთამაშეებზე და მათ გავლენებზე ის პროცესები თუ როგორ წავა, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი იქნება გადამწყვეტი იმისთვის თუ ხვალ სად როგორ და რანაირად ვიქნებით და ვიქნებით თუ არა როგორც ცალკე ერი სახელმწიფო სახით. აქედან გამომდინარე დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები ეს მოგწონს არ მოგწონს ფაქტია რომ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით ხდება იმ გეოპოლიტიკაში, საერთაშორისო პოლიტიკაში, რომელიც ჩვენს ხვალინდელ ბედს განსაზღვრავს. და მოდი შენს კითხვას დავუბრუნდეთ თენგო გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით ტრამპის მადებზე და ასე შემდეგ. მოდი დავიწყოთ იქიდან რომ თუ შევხედავთ დავუშვათ აი ნატოს დასლის საკითხს თუ განვიხილავთ ამ კონტექსტში გრენლანდიის დავუშვათ სამხედრო გზით ანექსიის შემთხვევაში ამერიკელების მხრიდან მან არაერთი აზრი მომისმენია რომ დავუშვათ რატომ არის ეგ იმის წინაპირობა ჩვენ ლიბერალები დავუშვათ ეს საუბრობენ რომ საერთოდ ნატო დაიშლება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მაგალითად აი თურქეთის და საბერძნეთის მაგალითი და კვიპროსის მაგალითი ასე შემდეგ, მაგრამ ამან არ გამოიწვია ნატოს დაშლა და ის რომ დავუშვათ ხა გრენლანდია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გრენლანდიის ანექსია განახორციელოს ეს რატომ არის ნატოს დაშლის წინაპირობა, ხო? მოდი განსხვავება დავინახოთ რა არის დავუშვათ თურქეთის, საბერძნეთის კონფლიქტსა და დავუშვათ ამერიკისა და დანიის კონფლიქტ შორის სხვაობა რა არის. სხვაობა არის ის რომ რაზეც არაერთხელ საუბრობდი ჩვენს და ეხლა უკვე ტრამპი ღიად საუბრობს ფაქტია რომ ესე იგი ნატოს ქოლგა სინამდვილეში ეს არის ამერიკული უსაფრთხოების ქოლგა ევროპისთვის, ხო? ამას მიუთითებს მთელი ის მასშტაბები სამხედრო ეკონომიკისა, რომელიც თლიანად ევროპას გააჩნია და ის მასშტაბები, რაც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბიუჯეტი აღემატება მას შემდეგ მყოფი 29 ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტ ჯამში. და აი ამ 29 ქვეყნიდან სადღაც 27-26 ქვეყანა არის ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე, ანუ ეს არის ნატოს წევრი ქვეყნები. ხო, ანუ დანარჩენი ნატოს ამერიკის შეერთებული შტატების გარდა დანარჩენი წევრების ბიუჯეტს აღემატება ერთ სახელმწიფოს სამხედრო ბიუჯეტი. ანუ სამხედრო ბიუჯეტზე ამ შემთხვევაში საუბარი, ხო? აქედან გამომდინარე ამით იმის თქმა მინდა რომ ზოგადად ევროპული უსაფრთხოების ევროპაში უსაფრთხო ცხოვრების გარანტორი ნატოს ქოლგის ქვეშ სინამდვილეში არის ამერიკის შეერთებული შტატები. აქედან გამომდინარე გამოდის რა რომ დღეს ჩვენ ღებულობთ რეალობას, სადაც ქვეყანა რომელიც იდეაში უნდა ყოფილიყო და ამ მომენტამდე არის წესით გარანტი ევროპული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა, ევროპელი მოქალაქეების უსაფრთხოებისა, თავად შეიძლება იქცეს აგრესორად იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლის უსაფრთხოების ქოლგაც უნდა ყოფილიყო. ხო, აქედან გამომდინარე ეს რადიკალურად განსხვავებულია დავუშვათ საბერძნეთის თურქეთის ამ შემთხვევისგან. ხო, აქ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ამ ხალხს და დავუშვათ ისო დანიელები, გერმანელები, ფრანგები, როდესაც მიზერულ
მიზერული დანახარჯი აქვს სამხედრო ბიუჯეტში, მათ უსაფრთხოებას სიამდვილეში ამერიკული სამხედრო ინდუსტრია უზრუნველყოფდა. ერთ არგუმენტ შემოვიდა კიდე აი ამ ჟელობაში, რომელიც ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა. თურქეთ საბერძნეთის კონფლიქტი არ დაწყებულა არც მე-20 არც 21 საუკუნეში. ისტორიული ბალკანეთი ეს იყო თურქეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში საუკუნეების განმავლობაში და თურქეთს იგივე კვიპროსთან ამაზე აქვს პრეტენზია ბოლო არ ვიცი 700 წელია პირობითად ახლა დღეს არიან ნატოს წევრები ერთად თორე გუშინ ეს სხვანაირად იყო და აქედან გამომდინარე ამ ისტორია საერთოდ სხვა ამ კონფლიქტს საერთოდ სხვა ისტორია აქვს და სხვა გეოგრაფია აქვს თავისთავად ცხადია ახლა დანია და შეერთებული შტატები ერთმანეთის მტრები როგორც ასეთი არც არასდროს ყოფილან და აი ახლა სხვათა შორის ესეც უნდა ვთქვათ რა რომ მე შემხვდა ასეთი სათაურები და აი აქ იკვეთება ხოლმე პროპაგანდა როსპეცი დაფინანსებული პროპაგანდა მათ შორის ქართულ სოციალურ ქსელში არსებულ გვერდებზე რომ ასეთი ტიპის შეკითხვა სათაურად არის გამოტანილი დაიბრუნებს თუ არა გრენლანდიას ამერიკის შეერთებული შტატები აი არ ვიცი ამ ხალხს ჩვენ მგონი ვართ იდიოტები გაუნათლებლები როდის ისტორიის რა ეტაპზე იყო გრენლანდია შეერთებული შტატების ნაწილი თუნდაც ერთი ან ნახევარი წლით მაინც ან ერთი დღით მაინც როდის იყო გრენლანდია შეერთებული შტატები რომ დღეს ვისაუბროთ დაიბრუნებს თუ არა შტატები ეს ხო არის აშკარა პროპაგანდა. ნუ არ ვიცი ახლა ვინ ეწევა პროპაგანდას ან დაშიჭერდება მაშინ. პუტინი, მაგასაც პუტინი ეწევა როგორ. გასაგებია, მაგრამ ვოდრის ფამიდა რომ თვითონ ტრამპი არ მალავს და პირდაპირ იძახის რომ ეს ჩემი კი არა რომ მე ჩემი უსაფრთხოებისთვის δεν მჭირდება. მე მაქვს ძალა, მაქვს შესაძლებლობა რომ ეს მივიღო და მე თუ ეს მჭირდება ამას მივიღებ. ტრამპი მოქმედებს აი ამ პარადიგმიდან გამომდინარე, მაგრამ მან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დგას ევროპისთვის დაუშვათ იმ შემთხვევაში თუ შეკითხვას რომ დაუბრუნდეთ იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება დაუშვათ სამხედრო მე ნაკლებად სავარაუდო მგონია ყოველ შემთხვევაში ახლა ყველაფერს ვერ გამოვრიცხავ თუმცა სამხედრო გზით დაუშვათ გრენლანდიის ანექსია ნაკლებად სავარაუდო მგონია მაინც და თუ ეს ასე არ მოხდება და დაუშვათ იქ რაღაცა ეგრეთ წოდებული ჭალებში დემოკრატიული პროცესით მოხდება ეს ყველაფერი მაგალითად რეფერენდუმის ჩატარებით გრენლანდიაში და გრენლანდიელები გადაწყვეტენ რომ შეუერთდნენ 52 შტატად ხო თუ ჯერჯერობით მე-11 სანამ კანადა შეიერთებს 51 კი ბატონო 51 შტატა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ამან შეიძლება არ გამოიწვიოს დავუშვათ ასეთი ესკალაცია ურთიერთობების და რატომ მოდი ესე შევხედოთ დღევანდელ მოსამართლობაში ფაქტია ცხადია რომ დავუშვათ ევროპა როგორც რაღაცა ცალკე გეოპოლიტიკური აქტორი ფაქტობრივად ანულირებულია მას არავინ არაფერში არ ეკითხება უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტაში აზრის კითხვა კი არა რაღაცა ასე ვთქვათ ამერიკის პრეზიდენტი დგება და ტერიტორიას ბოდიშ ჟარგონს აღახევს ხო საკუთარ კოალიციაში მყოფ მეორე სახელმწიფოს და ამაზე რაღაცა ევროპა რომლის შუაგუშინზე სახელმწიფო იმყოფება ხო აი ჩვენ რომ ამბობდით ხოლმე საქართველოს ისეთი მეზობლები არ ყავს ეხლა შვეიცარია ხო არა ვართო ხო აი იმ შვეიცარიასაც დანიასაც მიადგა ის კაცი და მე აქვს ის ტერიტორია აღარ არის დავუშვათ რაღაცა ის რომ შენ გეოგრაფიულად ევროპის შუაგულში ხარ აღარ ნიშნავს იმას რომ შენ არ გემუქრება რამე საფრთხე ხო აქედან გამომდინარე მოდი იმაზე ვისაუბროთ დავუშვათ ვინ შეიძლება იყოს აი ამ ჩამორჩენილი ამ შემთხვევაში გულისხმობ პოლიტიკურად ჩამორჩენილი იმ დღის წესრიგ ჩამორჩენილი რაც მსოფლიოს საერთაშორისო პოლიტიკაში ხდება და მათ შორის სამხედრო ინდუსტრიის მიმართულებითა ძალიან უკანმყოფი ევროპული ქვეყნებისთვის რომლებსაც დღეს დღევანდელი მონაცემებით ფაქტობრივად შეუძლებელია რომ მათ შეძლონ საკუთარი უსაფრთხოების ქოლგის უზრუნველყოფა ეს ძნელი დიდი გამოწვევა იქნება ევროპული სახელმწიფოებისთვის მაშინ მოდი ესე შევხედოთ ამერიკის შეერთებული შტატები რომლებიც იყო და დღემდე ამ მომენტამდე არის ჯერ კიდევ ევროპული უსაფრთხოების ქოლგა როგორ შეიძლება დავუშვათ თუ მოხდა რაღაცა დიდი განხეთქილება ამ დასავლურ კოალიციაში როგორ შეიძლება ჩანაცვლდეს ეს უსაფრთხოების ქოლგა ვინ შეიძლება იყოს ეს უსაფრთხოების ქოლგა მე მახსოვს დავუშვათ იგივე პრეზიდენტ პუტინის ხუმრობით იყო ნათქვამი მეგონი მაკრონთან ომამდე უკრაინის ომამდე მე მგონი მაკრონი იყო ჩასული ვიზიტით უკრაინაში რუსეთში და ნატოზე ჩამოვარდა საუბარი ჟურნალისტის კითხვას პასუხობს მაკრონი რომ ეს არის ჩვენი უსაფრთხოების ქოლგა ჩვენ ამით არავის არ ვემუქრებით ანუ ეს რიტორიკა ქონდა ჩვენ არ ვემუქრებით ვინ დაგვიცავს ნატო რო არ იყოს ხო რუსებს კი არ ვემუქრებით უბრალოდ ეს არის ჩვენი უსაფრთხოების ქოლგა და აქ პუტინმა შეაწყვეტინა არის ეს ვიდეო და ბოდიშ მოიხადა რომ გაწყვეტინებოდა ეუბნება რომ ჩვენ ვიქნებით ის ვინც თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ხო ანუ ეს და გუმართეთ და ჩვენ დაგეხმარებით თქვენი მაგრამ ეხლა რეალობა რო წარმოვიდგინოთ და შევხედოთ ხო მართლა რეალობის წინაშე აღმოჩნდა ევროპა ამერიკის შეერთებული შტატები
დეპუტატები, რომლებიც მისი მოკავშირე იყო, უსაფრთხოების ქოლგა იყო, დღეს შეიძლება და ხვალ შეიძლება მტრად ექცეს ფაქტობრივად, ხო? და აქეთ მეორე მხრივ ალტერნატივა ამერიკული დაუშვათ უსაფრთხოების ქოლგისა, რომელიც დაუშვათ შეძლებდა პრინციპში ევროპის უსაფრთხოების დაცვას, რუსეთი მათთან აქვს ძალიან მძიმე და დაძაბული ურთიერთობა, ხო? აქედან თუმცა კი შეინიშნება ახლა ძვრები, რომ დაუშვათ აი ის მერცი გამოვიდა და რუსეთი ევროპული ქვეყანა არისო და იქ მაკრონი საუბარი უნდა და კიდე იყო რომელიღაც ევროპის ლიდერი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ხო, ჯორჯა მელონი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ რუსეთთან დიალოგი და ეს ბირეთის პრემიერ-მინისტრის თუ პრეზიდენტის განცხადება. იგი საერთოდ ყველა გაიშალე რაკამდე ნეიტრალიტეტი გონდა და ამ უბედურების დროს გადაწყვეტეს ნატოში ეს ამას ჩვენ როდის ვიძახდით, რომ ევროპა იძულებული იქნება ხალ ზეგ 2 წლის წინ 3 წლის შემდეგ 5 წლის შემდეგ ის იძულებული გახდება ისევ რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან და დიალოგის რეჟიმში დაბრუნების. უბრალოდ რამდენად აქ ყველაზე მთავარი საკითხი ეხლა დღეს შეხვდა პოლიტიკოს ქონდა რომ პოლიტიკო წერს რომ ევროპელი ლიდერებიო ფიქრობენო ნატოს გარეშეო თვითონ შექმნანო საკუთარი უსაფრთხოების ქოლგა. ეს რამდენად გამოუვათ ევროპელ ლიდერებს, იმიტომ რომ ეს არ შეიძლება იყოს ვინმეს ინტერესში დღეს. აი აბა წარმოვიდგინოთ, ვის შეიძლება აწყობდეს განადგურებული ფაქტობრივად ჩამოშლილი ევროპული სტრუქტურები, ევროპული პოლიტიკა, რომელიც ჩამორჩება იმ საერთაშორისო ტენდენციებს, რომელიც არის თანამედროვე გეოპოლიტიკაში, დღევანდელ გეოპოლიტიკაში და ამის საპირწონედ რომელიც ძალა შეიძლება აღმოჩნდეს ის, ვინც ხელს შეუწყობს დაუშვათ რაღაცა სუვერენული ევროპული აქტორის ხელახლა შემოbrunებისა გეოპოლიტიკაში. ნამდვილად ვერ დაგეთანხმები, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი დავიწყებთ, რომ ჩვენ მაინც საუბარი გვაქვს ევროპაზე. გასაგებია, რომ ევროპა დღეს არის დასუსტებული არის ის პოლიტიკურად, დასუსტებული არის ეკონომიკურად, დასუსტებული არის სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ ეს მაინც არის ევროპა, რომლის გარშემოც ტრიალებს სამყარო ალბათ კაცობრიობის არსებობიდან გამომდინარე. შენ და ბორელს გონიათ ეგრე რომ არა, მე კი არ მგონია კაცო ეგრეა. სამოთხე და დარჩენი ჯუნგლები, არა? სამყაროს ისტორია არის ევროცენტრული ისტორია, ხო? ანუ აი იგივე გრენლანდის აღმოჩენაზე რომ იდის საუბარი, სხვაჯერს ტრამპი იზა 500 წლის წინ მოხდა, ეგო რეალურად 1000 წლის წინ მოხდა, მაგრამ აღმოჩენასაც რომ ვიძახი, ჩვენ საუბრობთ, ანუ ევროპელებმა როდის აღმოაჩინეს ის ისტორია. მანამდე 2500 წელია ეს დასახლებული არის სხვადასხვა ესკიმოს ტომებით და რა სხვადასხვა, მაგრამ იმას აღმოჩენა და არც კაცობრიობა, ანუ ევროცენტრულია. გარდა ამისა, ევროპას ყავს ისეთი ძლიერი პარტნიორი ამ შემთხვევაში, როგორც არის თურქეთი, რომელიც არის მეორე არმია, ნატოს მეორე არმია და შეიძლება ეს არ არის საპირწონე დღეს არც რუსეთის, არც ამერიკის შეერთებული შტატების, მაგრამ თუ კი ევროპის მხრიდან აი ევროპული რესურსი და თუ კი ევროპას ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მოუწევს მეტი რესურსის დახარჯვა უსაფრთხოებისთვის, პლუს თურქეთის, ასე ვთქვათ, არმია და მისი გამოცდილება, სამხედრო გამოცდილება და თან არ დაგვაუწყდეს, რომ ევროპაში არის ორი ბირთვული სახელმწიფო, ეს არის საფრანგეთი, ეს არის ბრიტანეთი, ანუ მათ აქვთ იმისი რესურსი, რომ თუ კი მოინდომებენ რაღაც თურქეთი ეს ვერ იქნება. საშუალოვადიან პერსპექტივაში შეძლო. თურქეთი ეს ვერ მე არ ვამბობ, რომ ეს შეუძლებელი სცენარია, მე მაგას არ ვამბობ. მე თურქეთს აბსოლუტურად გამორიცხავ, იმიტომ რომ ეგ უკვე პირდაპირ ითქვა, მათ შორის მერცის განცხადება, რომელიც შეიძლება ეხლა ამ მომენტს სასაცილოც კი არის, რომ გერმანია აიღებს პასუხისმგებლობას ევროპის უსაფრთხოებაზე, დღეს სამწუხაროდ გერმანია არ არის იმ მდგომარეობაში, როდესაც ევროპის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება კი არა, საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება უჭირთ და ამას რაღაცა ჩრდილოეთის ნაკადი ორის აფეთქება, რომელიც რაღაცა კატასტროფის მომტანი იყო გერმანული ინდუსტრიის და ისე დატოვება გამოძიების გარეშე და პასუხისმგებაში არავის არ მიცემა, რაღაცა 2 თუ 3 ჯარისკაცი დაიჭირეს და მაგით დამთავრდა ეგ ამბავი და ეგ მიანიშნებს იმას, რომ გერმანია საკუთარი სახელმწიფო ინტერესების დაცვასაც კი ვერ ახერხებს ჯერონა და როგორც საჭირო. აქედან გამომდინარე, დღეს შეიძლება საჭირო. მე არ ვამბობ, რომ ეს შეუძლებელი ის არის ამოცანა ევროპული საზოგადოებისთვის. მე ვამბობ, რომ ეხა დღევანდელი ელიტის პირობებში, იმ დაუშვათ მართლობის პირობებში, რაც დღეს ევროპაში არსებობს, ამ შემთხვევაში გულისხმობ მერს, გულისხმობ მაკრონს, გულისხმობ სხვებს კიდევ, ხო, ვინც დაუშვათ აი ამ სიგიჟის ავტორები არიან, დაუშვათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ну წინა ადმინისტრაციასთან ერთად, აი ამ ხალხის პირობებში, აი ამ
ხალხის ასე ვთქვათ ორგანიზებით მე წარმოუდგენელი მგონია. თუმცა ამ მერცი და ნებისმიერი ევროპელი ლიდერი, მათ შორის მაკრონი და სხვაებიც ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ევროპა არ შეიძლება გადაიქცეს თურქული გავლენების ზონად. აქედან ზუსტად ამის პრევენცია იყო, ზუსტად ამიტომ გაკეთდა ის განცხადება, რომ გერმანელები იქნებიან დაუშვათ ის ძალა და ის ქვეყანა, რომელიც ევროპის უსაფრთხოებაზე აიღებს პასუხისმგებლობას და დაახლოებით იგივე მინისტრები გააკეთა დაუშვათ მაკრონმა, რომელსაც ასევე საფრანგებსაც აქვს დაუშვათ იმის ასე ვთქვათ პრეტენზია, რომ თვითონ შეძლებენ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ხო? აქედან გამომდინარე ეს იქნება დროში გაწერილი პროცესი და მე იმას ვამბობ აქ, რომ მე არ მეგურლება ძალა მეთქი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პროცესს, დაუშვათ ხელს შეუწყობს იმას, რომ ევროპა შედგეს როგორც სუვერენულ რაღაცა პოლიტიკური ეროვნული ლიდერების, ხო, ნაციონალური ლიდერების პრობლემა აქვს, ეს ახლა ცნობილია. სერიოზული პრობლემაა. ეს არის ის ჩამონათვალი, რაც თენგო შენ გააკეთე, ბოდიშ ცოტა რა განსხვავდება. აი რა ჩამონათვალი შენ გააკეთე ევროპასთან დაკავშირებით. ყველაფერი რაც შენ თქვი ამაში, თავად ევროპელებმაც იციან ეს კარგად და ჩვენ რო სოციოლოგები არ ჩაუტაროთ ამ კუთხით. ყველაფერი გააჩნია ევროპას გარდა ერთისა და მთავარისა დღეს დღევანდელი პოლიტიკაში. არც ერთ აი შენ დამისახელე მე ევროპული ქვეყნები ცალცალკე, ანუ ევროკავშირის როგორც არა ევროკავშირი, ცალცალკე ევროპული ქვეყნები, წარმატებული ევროპული ქვეყნები, იმიტომ ევროპაში არის წარმატებული ევროპული ქვეყნები და ნაკლებად წარმატებული. დამისახელე სადაც არ იყოს ნომერ ამათ არ აქვს თავარი. ყველა სახელმწიფოს ცალცალკე და ყველა და დანარჩენს ყველას ერთად არ აქვს თავარი. პოლიტიკური ლიდერები არ ყავთ, რომელიც ამაზე წავლენ. ამაში გეთანხმებით, უყურე რესურსის გამოყენება. მოდი კიდევ ვთქვათ, ვინ იყენებს რესურსს? ანუ არსებობს რესურსი, რომელსაც თუ ადამიანი არ მივიდა, გონიერ ადამიანზეა საუბარი, ხელისუფლება ეს რესურსი რაციონალურად არ გამოიყენა. ეს რესურსი შეიძლება იყოს ჩვენ ძაბო მივიღოთ, ეხლა ჩვენ მივიღოთ უსაზღვროთ ენერგია 2000 ვოლტი. პირდაპირ ხელს ხوار დავადებთ ამას. ანუ აი სწორედ ამას გეუბნები. რესურსი გულისხმობ პოლიტიკური ლიდერების წარმოშობის რესურსია. არა, წარმოშობის რესურსი. უკვე იმ პოლიტიკით თუ ისევ გააგრძელებს ევროპა იმას, რაც მოსახლეობაში უკვე ნეგატივს იწვევს, რომ შემოდინება, უკვე ჩვენ ხედავთ გერმანიაში, იმას კი არ მე წინააღმდეგ კი არა ვარ, კაცო, რომ ვიღაცა მიიღოს იქ თურქულ მოსახლეობაზე ვლაპარაკობთ გერმანიაში ყველაზე კანონმორჩილი და ყველაზე ნორმალურად წესიერად და კარგად იცეკვენ ხო გერმანელების მერე ისევია თურქები მაგრამ უკვე რო შენ ხელისუფლებაში ხედავ ინგლისის მაგალითი ვიცით ხო არა გერმანელს მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი ჩვენთვის თუ მნიშვნელოვანია კაცო იმისთვის რატო არა მნიშვნელოვანი როცა ხედავ არა გერმანელს მიგრანტს რომელიც განვითარდა რომელიც განვითარებს ხო ნახე რა მოთხოვნებია გერმანიაში მუსულმანური თემები უკვე აკეთებენ აქციებს სადაც ოფიციალურად ითხოვენ რომ იმ კათოლიკური იქნება თუ იმ რაღაცა ევანგელისტური თუ იმ მიმდინარეობის შეცვლას და გადმოდით ყველაფერზე ჩვენზე ამიტომ ამ პირობებშიც კი სად დაიბადება როგორ უნდა დაიბადოს აქ ეროვნული პოლიტიკური ლიდერი ევროპას გონია ასეთი კრიზისები წარსულში მაგრამ უყურე აი მაშინ მაგალითები თქვა რამდენი წლის უკან მოხდა ეს ანუ მოდი ფაქტობრივად გერმანიის მაგალითი ავიღოთ რა ბოლო ყველა ნუ თანამედროვე ნუ საერთოდ გერმანიის მამად თუ ბისმარკს ჩავთვლით მას მერე ხა ბისმარკი ვერ იყო მაგრამ მერკელი მაინც ითვლებოდა ანუ ყოფილსა თავი დავანებოთ მერკელი 18 წელი 16 წელი მართავდა იყო კანცლერი მან ბევრი სხვა პრობლემა დაიბადა აი მიგრაციის საკითხზე მაგრამ არასოდეს არ ქონია ესეთ პრობლემები, რაც თქვა დაეწყო მერკელის მერე. ომში შესვლა, რუსეთთან დაპირისპირება, ეკონომიკური პრობლემა ასე შემდეგ. მე რას ვამბობ, რომ კი, მაგას რესურსი აქვს, მაგრამ იმ პოლიტიკურ წიაღში უნდა დაიბადოს, სადაც იდეოლოგია უკვე აქეთ იქნება მიმართული. ჩვენ რა ხანდახან ვაპარაკობთ ჩვენ ქვეყანაზე, რომ განათლების სისტემას სანამ ხელს არ მოუკიდებთ, სანამ არ დაუბრუნებთ რაღაცეებს, ხო? კი, ყველას უნდა, ვიღაცა მართლა მისტერის, რეალურად მისტერის, თქვა ეროვნულ ხელისუფლებას, იმიტომ რომ იქ ხედავდა, იქ იყო მართლა ბევრი რაღაცა ისეთი ვიღაცა ამბობს აკრიტიკებს და სხვანაირად უყურებს, მაგრამ მისტერის უნდა მისთვის ასიკეთოთ, ანუ ეროვნულ ხელისუფლებას, კლასიკური ეროვნული ხელისუფლებას ნიშნავს, აი სახელმწიფოზე ორიენტირებულ და მოქალაქეზე რო იყოს. ევროპაში ეს პრობლემა არის და თუ არ დაიწყებენ გამოსწორებას სწორედ იმის, რომ იდეოლოგია, იგივე განათლების სისტემით, მიგრაციამ რაც უკნა გერმანელებს, მან უკვე სხვა პრობლემა, მაგ რესურსს გამოიყენებს იმ წიაში დაბადებული კაცი თუ ქალი, რომელიც იქნება ორიენტირებული სწორედ იმაზე, რომ აი ეს ევროპული ის ევროპა რაც იყო, ის ევროპული ცივილიზაცია რაც მოხდება და მე მარტივ მაგალითს გავიხსენებ, რომ ჩვენ ახლა ნატოზე ვლაპარაკობთ და კავშირებზე, ხო? ეს რა არის უსაფრთხოების კავშირი, რომელიც უნდოდა. ხაზას კავშირი რო იყო, დღეს გერმანიაში გუნდიც არის, სხვა შორის მაგის სახელ. ხაზას კავშირი რო იყო, რომელსაც ეკონომიკური კავშირი იყო, რომელსაც ხო, კი ბატონო, რომელსაც მარილი გადაქონა და
რა კონტრაქტი ედოთ? გავიხსენოთ რა. და ერთმანეთში დაპირისპირებულებსაც კი თუ მას ამ ტვირთს, იცით ვენეცია, მაშინ გენუა ვენეცია იყო მთავარი ისა, თუ ამ ტვირთს ვინმე სადმე შეეხებოდა და არ ყოფდა იმ კანონს, ერთმანეთთან კონფლიქტი ყოფი. არავის არ ქონობს, ყველა იცავდა. იყო შემთხვევა, როცა ვიკინგების რაღაც ტომი დაესხა თავს ტვირთს და ადგეს და ანუ ყველამ ერთად, ანუ რეალურად ეს ვიცით რომ ევროპაში იყო. აი ეგეთი ასეთ კავშირზე თუ იქნება საუბარი, რომელიც მართლა უსაფრთხოებაზე იქნება საუბარი, რომელსაც მაშინ მარილი გადაგქონდა და ეს მარილი მაშინ ოქრო იყო, ხო? ვიცით, ხო, ყველაფერი მარილზე და სპეციები და ისინი გადაგქონდათ და საიდან მოქონა სხვათა შორის და რას გადიოდა ის ტვირთი და საერთოდ რა ხდებოდა? რეალურად ეხლა არაზეა საუბარი. უსაფრთხო, მოიცა ტრამპა რაიმე დამალა, ტრამპს ისთვის უნდა გრენლანდია და ამიტომ ხო, როდა ევროპის თემის საკითხი დავამთავროთ, თუ ევროპაში რეალურად გაიაზრებენ და იმ რესურსის გამოყენება, რომ რესურსიც აქვს, შეიძლება რაღაც წერტილი ნაპერწკალი იყოს სადღაც და თუ ჩვენ იმას არ მოუვარეთ, თუ არ გააღვივე, თუ ეს რესურსი არ გამოიყენე, არ დათესე, ხო, შესაბამისად გამრავლება არ ექნება, ხო, თუ ამ რესურსის სწორი გამოყენება ექნება. გრენლანდიასთან დაკავშირებით რა ხდება? სანამ ტრამპი ამას იზავდა და იტყოდა, მითხარით დამისახელეთ გრენლანდიის, აი ამ რომელმ თავისი ნებით შეუერთდნენ დანიას და პაუპილი არიან და ბოლო გამოკითხვებითაც კი სხვა შორის მანამდე გამოკითხვას არ ატარებდნენ. გამოკითხვებითაც კი ამბობენ რომ დანიის ჩვენ დანია გვინდა ასეთი. აი მითხარით დამისახელეთ. ამ ბოლო პერიოდში ვამბობ, გასულ ისტორიულ მაგალითს კი არ ვამბობ, ეხლა მასე შენის არქოს ესკიმოსებს ყოველთვის ჰქონდათ იქ რაღაც მიწებზე ყოველთვის იყო გადანაწილება. ამერიკელებს დროშა რო ჩაგერჭო შენი იყო. საერთოდ ეს პრინციპი ჰქონდათ, ხო? ოღონ გაქცეულიყავი და იმ გაქცევაში რაც გინდა გეკნა. საკუთარი შვილსო ჩამოვარდნოდა ცხენიდან, ის მიწა დროშა დაგეუფლებინა, ხო? ხო ქონათ ეს თავიანთი ტრადიცია. ჩვენ სამწუხაროდ სხვანაირი ტრადიციები გვქონდა. ჩვენ ვიცავდით სულ. აი მითხარით, ვიდრე ტრამპი ამას იტყოდა გრენლანდიას ვინმე ევროპის კონტინენტზეც თუ ის კი არა რომ დამუქრებოდა. ანდა გაიფიქრებდა რომ შენ მოიცა მანდ რა გაქვს, მოიცა რა სახლობ შეთან, რისი ისახარ, არ ქონია. აი ნადირობის პრინციპია გამოცხადებული, ოღონდ ნახე რა ხდება. აი ტახზე ნადირობა არის ძალიან საინტერესო რა. რა პრინციპია ტახზე ნადირობა? სარეკი კეთდება, სარეკში ნომრები კეთება ირგვლივ და სარეკში აი ნომრებში შედა სხვადასხვა მონადირეები, მოდი ხარ ავიღოთ რა ქვეყნები რომ დავასახელოთ რა. ხო, ძალიან საინტერესოა ტახზე ნადირობა. გარდა იმისა რომ ტახზე ნადირობა ექსტრემალურიც არის და ცოტა აზარტულიც არის და სიკვდილთან, ანუ ძალიან ახლოს ხარ რა, იმიტომ რომ ტახი არ არის ესეთი მარტივის მე ვარ ნამყოფი და ესე მარტივი არა ტახი თუ გამოვარდე. ხო, სარეკში შეყავ ძაღლები, უშვებენ ძაღლებს და ძაღლები მას ამ შემთხვევაში ნერვებს იზოლებულს ხდიან რომ რომელიმე ამ წრიდან გავიდეს. გასული შემთხვევაში სარეკში უკვე რომელ ნომრებშიც ის ადამიანების ხედან იმის ნადავლია. აქ რა პრინციპია? ნადირობა გამოცხადებულია, მაგრამ მარტო ერთ ქვეყანას. თელ სარეკში ნომერში თვითონ არის და თვითონ არის ერთია მონადირე. ინტერესიც მისია მხოლოდ. აქ ხო ვერ იტყვის ტრამპი და არც უთქვამს რომ რუსეთმა რაღაცა ან ვიმე სხვამ. არ არის. აი ამ პრინციპით ხდება და ნახეთ რა ხდება, კი არ ინადირებს ამ სტილით. როგორ რას ამბობს თვითონ ამ ნადირობის პრინციპით კი არ ინადირებს, კაც სხვადასხვა ნებადართულია ნადირობ, ხო? მასე შვეიცარიაში საოცარი რაღაცა, ნუ ეგეთი მარაზმი არ მინახავს რა. ძალიან დიდი თანხები ჯდება ნადირობა, გადაიხდი მაგალითად თქვა სიტყვაზე გინდა ულამაზესი ნებისმიერი ცხოველის მოკლა, გამოვა თვალწინ გიждდება და კლავ. ეს ხო საერთოდ სხვა რამე, მაგრამ აქ ნახე რა ხდება, ნადირობის პრინციპით კი არ კლავს ტრამპი. და რას ამბობს? ნადირობას უცხადებს, ყველა სარეკში თვითონ ჯდება და რას ამბობს? თუ საჭირო გახდა იმას გაგიკეთებ, აი რომ მოიპარა მადურო. ხდები რას ამბობს? ამით ჩვენ ამიტომ ვსვათ ამ კითხვას. ჩვენ კი არ შევუქმნით, მაგრამ ეს საფრთხე არსებობს. ტრამპის პოლიტიკის უკვე რესურსის გამოყენება, ძალის დემონსტრირების რაღაცა საოცარ ილეთს უყურებთ ეხლა, ტრაგიკულს და საოცარს, ხო? არანაირი ერთი გასროლასაც არ ხარჯავს, ტყვიას არ ხარჯავს, არანაირი სპეცოპერაცია ქვია თორე ხა. ნუ ჩვენ რას მადურო შემთხვევაში ვნახეთ, ხო? თან იქ კი ბატონო, მან თქვა რომ ჩემი კონტინენტია მაინც და აქ მე უსაფრთხოდ არა ვარ. ეს არის შენი კონტინენტი? მოკავშირეა კაცო. მოკავშირეა, ნატოს წევრია და ამ დროს აი ესეთი პრინციპით იწყებ ნადირობას და ერთი რაღაც თქვი შენ და ძალიან საინტერესო მენიშნა, ზოგადად ეს კითხვა რო დავსვათ ჩვენ შემდეგ გააცემებს და ჩვენ მაყურებელსაც უთხრათ. შენ თქვი რომ დღესო ეხა რაც არ უნდა იყოსო ეს კონფლიქტური ევროპული ქვეყნები არიანო ნატოს წევრებიო. ერთად არიანო მაინც და ნატოს წევრები არიან. ხვალ რო ნატო აღარ იყოს და ნატოს წევრები არ იყვნენ. იქნება და ძველი პოლიტიკური ის და ვინმე
ვინმე ეთქვის რომ გააჩერებს რომ მოიცა გააჩერებს თურქს ან ბერძენს ერდოღანს ან საბერძნეს პრეზიდენტს ან იგივე უნგრეთს თავისი ისტორიული რაღაცები ახსოვს უკრაინასთან დაკავშირებით ხო ამიტომ შენი კითხვა რაც შენ დასვი შენ წარმოიდგინე ხა ჩვენ ამას საქართველოში და ერთ რაღაცა პატარა ნათელ წერტილში საქართველოს ტალღაზე მსჯელობდა ლაპარაკობდა. შენ წარმოიდგინე ხა ჩვენთვის რამდენად დიდი ანალიზია გასაკეთებელი. ეს ქვეყნები რო ხვალ ნატოს წევრები არ იქნებიან და ამის პირი ჩანს. ყველგრევე დაიწყებენ ყველაფრის ნებისმიერი რესურსით, ნებისმიერი თამაშის წესით თუ ნადირობის წესით. ხო დაიწყებენ თავის ისტორიული როლის გარკვევას, ტერიტორიების დაბრუნებას და ასე შემდეგ. აი ჩვენ მე რა ვშვებით? ჩვენ ისევ რა უნდა ვქნათ, იცი? ისევ სამწუხაროდ გუშინ დემურ გიორგიელიძემ თქვა შეთა გადაცემაში. ჩვენ ისევ ვიცი რა სიგიჟეებში ვართ, რომ ჩვენ ვითომ რომ ყველაფერი დალაგებული გვაქვს და გავარდებით და ხა ირანს უნდა დავეხმაროთ. იქ გავარდებით და უკრაინას უნდა დავეხმაროთ. იქ ვის ვეხმარებით, ვისთან ვეხმარებით და რაში ვეხმარებით, და მიზანი რა არის ამ შემთხვევაში? საკუთარი ოჯახის, ადრე რატომ მიდიოდნენ ომში და სხვა შორის ლია ჭავჭავაძემ ერთხელ კრიტიკული წერილი დაწერა. იმ გაგებით რომ ყველა კაცი არ უნდა წავიდეს ომში, იმიტომ რომ ვიღაცა უნდა დარჩეს რომ მიწაზე იმუშაოს. ჩვენ ამ კითხვებზე პასუხს როგორ ვთ? აი დავტოვეთ საკუთარი სახლი, ქვეყანა, გავარდით უკრაინის ომში, გავარდით ირანის ომში. ჩვენ აქ ყველაფერი დალაგებული გვაქვს. ჩვენ ისე კარგად ცხოვრობთ, რომ ჩვენა როგორც მეომარი ვჭირდებით ვინმეს, როგორც ტვინიკოსი ვჭირდებით, სანადიროდ გარბოდაო ზუსტად მაგაზეა ნათქვამი და ნუ არ ვიცი ეს ზოგადად ცალკე ფენომენი არის ადამიანების მასობრივ გამოტვინებას როგორ უნდა ვადევნო და პირდაპირ ეთერში უყურებთ ბოლო 30 წელი მართლაც ესე არის რომ ქართული მოსახლეობის არ ვიცი უმრავლესობა ეს ხალხი თუ ყოველ შემთხვევაში აქტიური უმცირესობაა რომელიც საზოგადოებრივ აზრს ქმნის და უმრავლესობაზე მოქმედებს ეს არის სწორი მოქმედებს ესე იგი არ აინტერესებთ რა ხდება ამ ქვეყანაში ჩვენი მისია გონიათ რაღაც საერთაშორისო კეთილდღეობაზე ზრუნვა და აკისრა ღმერთმა ქართულ ერს და მართლა უნდა რაღაცა 20000 კაცი გაუგზავნოთ ირანშიო მივეხმაროთ ირანელებსო იქ უკრაინას შევეშველოთ პატარა და ჩვენც აქედან ომი დავიწყოთ ანუ რატომღა წარმოუდგენი ამ ხალხს რომ ქართველი ადამიანის მისია არის მსოფლიოს გადარჩენა და არ არის ასე მეგობრებო ჩვენი ერთადერთი ამოცანა არის რომ ამ უბედურებაში აი ამ სიგიჟეს სამყაროში რაც დღეს ხდება აქ გადავრჩეთ ჩვენ გადავრჩეთ ჩვენი სუვერენიტეტი ჩვენი თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ და ეხა ნამდვილად არ მაქვს ის განწყობა რომ ყველას კისერი უტეხია და დაუწყვეტიათ ერთმანეთი მაგრამ პირველი და მთავარი პრიორიტეტი რა არის ქართველი ადამიანისთვის ეს უნდა გვესმოდეს ეს არის ჩვენი სახელმწიფო ჩვენი უსაფრთხოება პირველ რიგში ნომერ პირველი ამოცანა ნებისმიერ ფასად და ეხა თუ ამის იქით კიდე დაგვრჩება რამე რესურსი რომ ვინმეს მივეხმაროთ სიკეთე გავაკეთოთ რაზეა ლაპარაკი გასულ პირველები და ეს დასტურდება კიდეც იმით რომ გინდა აი დევნილის ტოლვილების მიღების თვალსაზრისით საქართველოს ერთ-ერთი პირველია ხო რომ მათ შორის მიიღო უკრაინიდან გამოქცეული ადამიანები შევიფარეთ დაუყვედრებელი რაზე არის საუბარი და ენა ვის მოუბრუნდება რამე თქვას მაგრამ ჰუმანიტარული დახმარება იქნება პირველები თენგო აი უბრალოდ დავამთავრებ თავარი პრიორიტეტი დამოცანა რა არის გარდა იმ ჩამონათვალისა ჩვენ უნდა ვიყოთ პირველ რიგში და ჩვენი პოლიტიკა გვაქვს და უნდა ვაწარმოოთ ყველაზე დიდ ფაქტორებთანაც რა თქმა უნდა პატარა ფაქტორ ჩვენ მეზობლებთან კარის მეზობელზე როცა მეზობლობაზე ლაპარაკობ პირველი მეზობელი არის თუ რა შენი კარის მეზობელი რა თქმა უნდა და თუ ეს შენი კარის მეზობელი არის უდიდესი ქვეყანა დიდი გავლენით რომელიც აი ამ გვერდზე კარის პატარა მეზობელთან ერთადაც ხო მეორე კარის და მესამე კარის კი არა პირდაპირ და მისოვენ გადატანით რომ ვთქვათ შენი კარის მეზობელთან თავარ ფაქტორებთან დაამყარო ურთიერთობა ყველასთან როგორც რუსეთი ყავს პირველი კარის მეზობელი მარჯვნივ ყავს აზერბაიჯანი პირველი კარის მეზობელი იმის იქით უკვე ირანი ყავს აქეთაც პირდაპირ კარის მეზობელი სომხეთი ყავს და ღერ თურქეთი ყავს და სად გარბიხარ სად ან ვინ დაგიძახა აი არის ძალიან ესეთა ჩვენი ახლა და დავასახელო პირდაპირ ეთერში ძალიან სრული მსახიობია და ქიზიყელი კაცია ჩვენი მეგობარია და ერთხელ ჩავედით მე ცხონებული კოტეთოლორდავა და ეს ბიჭი იქ დედოფლის წყაროში მოკლედ და მამაჩემს მამამისზე უნდა გვეთხოვა ნუ ფული მოიცა დასასვენებლად რომ წავსულიყავით რა გვინდოდა რომ აუცილებელი ბიზნესით იყავით ხო რა ჩავედი და თან ახლა გითხავ რომ დამეხმარ მე რომ ვეთქიო თქვენცო იქაო და რაზეა ლაპარაკი ვიცოდით რომ ახლა ისაც მოგცემდა როდენობა იყო ცოტა სხვა იმიტომ რომ უფრო სხვანაირად მოგცემდა და რო ჩავედით რაღაცა პირველად ხო ისეთი ძალიან ისეთი ოჯახია ძალიან საპატისცემ ოჯახია დავჯექით ახლა თავიდან მთელი ბიძები ყველა ნაცები და ბოლოს შემორჩით ჩვენ ხა მე ვარ კოტეთოლორდავა ჩემი ძმაკაცი მამამისი და ნუ ძალიან
რაღაცა ოჯახსაო ბიძა და ასე შემდეგ და უკვე გაეხსნა რა, ხა გაგვეხსნა ყველას და უთხრა რომ დილითო პირდაპირ იქიდან გვინდა თან წასვლა. მართლა ესე გაგუშვა იმ კაცმა. პირდაპირ დედოფლის ყავდა წავიდით ბათუმში. ხო და უთხრა რომ ისო აიო თუ შეიძლებაო რომ ამაო რა ესეო რა ფული გვინდა მიდივართო აი ვათან დავისვენოთ გვინდაო რა აი დავისვენებთო რა ბიჭებიო და ფული გვინდაო და უთხრა დაუსახელა ციფრი რა და შენოღურ მითხარიო სად დაიღალეო და სამაქს მოგცემო აი ვინმე იცი როგორა ვართ რომ გვინდა აი არის რაღაცა ფორმა რა ქვია რაღაც პირობითი და არის რაღაცა აუცილებლობითი ხო აი რაღაცა მგონია რომ ყველაზე აუცილებლობიც რაც აუცილებელია ამას ტოვებ და რაღაცა სადღაც პირობითად რომ ვიღაცა ჩავიდა იქა და ჩვენი სიტყვა მიაწია ამას უნდა შევწოროთ ერი რესურსი რა არ გამოვა ესე ისტორიული მაგალითებიც აქვს ხო შესანიშნავი მეფე ყავდა კაცო ემოციურად მაგარი კაცი იყო ყველაფერი მაგრამ ნუ ხანდახან გადავყვებით მის ემოციებს და ხა ჯალალედინები და ისეთი მტრები მობრუნებული ყავს საკუთარი დედის სამძიმრიდან იმის გამო რომ უბრალოდ ნუ ხა ესე მაგრამ ნუ ეს არის რაღაცები რაც არის მნიშვნელოვან შეცდომას უშვებ თორე არავინ არ ამბობს რომ არ ვიყოთ და შემართებაზე არ ვიყოთ ეხა დავეცე და უი ვიღაცას დაუწვეთ არავის არ უნდა დაუწვეთ ჩვენ არა ვართ ფაქტორი ბოდიში უცებ აი ჩვენ არა ვართ ფაქტორი ვინც ქმნის ამ გლობალურ არეულობებს ხო კატაკლიზმებს ეხა რაც ხდება ვერ ვიქნებით ფიზიკურად არა გვაქვს მაგიზალა და აი იმაში არის ეხა მე გამახსენდა ეგრევე იმერული ესკიზები ხო უჯიკეო და მე შევისუნდა უჯიკო შესაძლებელი აი მაგ დღეში ვარ ჩვენ ეხა ჩვენ აი გამომწვევი რო ვიყოთ რაღაც ამერიკის შეერთებული შტატები რო ვიყოთ და ომებს თვითონ ვიწვევდეთ და მე თვითონ ვამთავრებდით ამ ომებს კიდე მესმის აი ან დაწყებას ვიგეკითხება და ან დამთავრებას ვიგეკითხება მაგრამ არა იცი რა არის მაგრამ აი რაღაც თითქოს გენეტიკურად გვაქვს რომ აი ჩვენ უნდა თითქოს ჩვენ გარშემო ბრუნავ სამყარო ქართული არ არის მე ამის ხმა მინდოდა საბოლოო ჯამში მე ამაზე მუშაობენ სერიოზულად სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები მათ შორის ამაში ჩართულია ის მასმედია რომელიც დაუშვათ ხო გვახსოვს ახლა რა არის დასავიწყებელი საქართველოში ტელევიზია არ იყო სადაც უკრაინის დროშა არ იყო გამოფენილი ან რა ქვია შენობა არ იყო სახელმწიფო შენობები ყველგან უკრაინის დროშა იყო სამთავრობო მედია იქნებოდა ეს თუ ანტიოპოზიციური მედია იქნებოდა ყველგან იგივე ხდებოდა და მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებიც გამოდიოდნენ რაღაცა ეს უკრაინა ჩვენი მოძმე ხო ჩვენი მოძმეერია და ჩვენთვის იბრძვის და ხო გახსოვთ ეს ნარატივები და განსხვავებული რა გავუკეთეთ ჩვენგან განსხვავებული რა გავუკეთეთ გერმანელებს რომლებიც დაუშვათ ამ ფრანგებს რომლებიც რაღაცა უკრაინაში ომის დასაფინანსებლად არ არის არანაირი განსხვავება არ არის გერმანია რომელიც არის ევროპის ნომერ პირველი ეკონომიკა საფრანგეთი რომელიც რა ვიცი იყო ნაპოლეონი ყავდა და მთელი რუსეთი იყო გერმანია იყო ნომერ პირველი ეკონომიკა ევროპაში გასაგებია ფსიქოლოგიაში არა აქვს ვერ გავიგე არ არის ფსიქოლოგიაში მე მაგის ახსნა მინდა შენ ამ ნარატივებს გიქნიან ხელოვნურად გერმანელს უთხრეს რომ საკუთარი ეკონომიკა საკუთარი კეთილდღეობა რაღაცა საკუთარი ინდუსტრია წარმოებები უნდა გაეწირათ იმისთვის რომ იქ უკრაინაში რუსეთისთვის ეჩიჩხინათ რა ფაქტობრივად თვითონ ხო გამოიწვევს ახლა გერმანულმა შეიძლება ამ უბრალო ადამიანებს არაფერს შუაში არ არის მაგრამ იმ ადმინისტრაციამ ხელმძღვანელობა მაშინ ვინც გერმანიას მართავდა იმ ხალხმა რომელიც დიდ ბრიტანეთს მართავდა ჯონსონი რომელიც პირდაპირ იყო ამაში ჩართული და ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელმა ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი ხო გააკეთა ხო და ის გერმანელი ხალხს ეუბნებიან რომ ეს თქვენი ომია ჩვენ რითი აშინებენ ხო გვახსოვს ახლა დღესაც რა პროპაგანდა მიდის რომ თუ ჩვენ უკრაინას დავთმობთ ხვალ რუსეთი ადგილა და პოლონეთს დაესხმება თავს ანუ ამით აშინებენ იქაც ევროპის მოსახლეობას ამით ცდილობენ მასზე მანიპულირებას რომ ეს უკრაინის ომი კი არ არის ეს არის რაღაცა ბოროტებასთან ომი რომელიც ხვალ ჩვენ შეგვიხება თუ ამისთვის არ ვიბრძოლეთ და იგივე ანუ 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში არაფერი არ უკეთებიათ ამის გარდა აი ქვეყნის მოსახლეობას აი ამას უდებდნენ თავში ამაზე რამდენი მილიონია და მილიარდია დახარჯული კაჩურ მარიცის არც ერთი მედია არ არსებობდა რომელიც საპირისპიროს ამბობდა ამის ხო გვახსოვს ეს პერიოდი არა აქედან გამომდინარე ეს არ არის გასაკვირი პროცესი ეს სამწუხარო რეალობა და ნელ-ნელა რაღაცნაირად ალბათ უფრო აქტიურად უნდა იყოს ხელისუფლებაც იმაში ჩართული და ეს რაღაცა ისევ ეს რაღაცა წრეზე ტრიალი და ეს გაურკვეველი ჩრდილოეთისა ევროატლანტიკური სწრაფვა რომელიც ვერ ამოაგდეთ ჩვენი პოლიტიკური რიტორიკიდან და დღესაც კი ჩვენ პოლიტიკურ დღესასწაულში რჩება აი ეს სიგიჟე უნდა დამთავრდეს და რაღაცა რეალობის დანახვა უნდა დავიწყოთ ილუზიებიდან უნდა გამოვიდეთ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ევროპას რაც შეეხება უცებ რომ მოურჩეთ ევროპის მომავალი ალბათ ეხა გამოჩნდება უნგრეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ფაქტია უჭირს ორბანს. მიუხედავად ყველაფრისა,
რასაც ხედავენ დაუშვათ იგივე ევროპელებიც აი ამას ვიქო იმ ხელა არის манипуляციის ხარისხი ევროპელ მოსახლეობაზე ხო ეფექტი აქვს იმ ბრძოლასაც როგორც ებძვიან იქაც კი ძალიან დიდი ეფექტია გუჭირს ეხლა შიდა კვლევებით რაც დაუშვათ უნგრეთში ქვეყნდება აგებს ამ მონაცემებით ორბანი ამ საპრეზიდენტო არჩევნებს და ალბათ ამის გამოხატულება ის საერთოდ ის ლიდერები რომლებიც დაუშვათ ორბანის ჩასაწერა ესა ხარდასაჭერად რაღაცა ვიდეო მიმართვებით ჩაწერეს მათ შორის ტრამპი იყო ჯორჯიან მელონი იყო და სხვები ხო AfD-ს ლიდერი დამავისდა გვარის აიდელი ხო აიდელი ანუ და ის არგენტინელი იქაური გირჩი რო ყავთ იმანაც ხარ ანუ ეს რაზე მიუქთითებს რომ მიუხედავად იმისა რომ თითქოს როცა ევროპა ჩვენზე განათლებულია განათლების სისტემა უკეთესია უფასო განათლება ხო იქაც კი ეს манипуляციური მეთოდები ის სქემები რომლითაც ადამიანების გონების დამუშავება ხდება და მასში როცა შიშების სურვილების მოლოდინების გაჩენა ხდება რომელიც ძალიან კარგად იცია იმ ევროპელ მოსახლეობაზეც მუშაობს უნგრელებზე მუშაობს უნგრელებზე მუშაობს და ალბათ ეხა ევროპაში თუ ვინმე გადაურჩა აი კონტინენტურ ევროპას გულისხმობ ხო ეხა ჩვენ არ გულისხმობ ეხა ჩვენ კი ვიძახით ევროპა ვართო მაგრამ ნუ სხვა ამბავია აი კონტინენტურ ევროპაზე თუ ვინმე აი ამ ომს გადაურჩა ხო გერმანელებზე ხო თქვით რა დღეშიც არიან ფრანგები რა დღეშიც არიან თუ ვინმე აი ამ ომს გადაურჩა ერთი ეს არის უნგრეთი და ეს ალბათ ცალსახად და პირდაპირ ალბანის დასავლება სლოვაკეთი თვითონ მოუსწრია რაც არჩევნები მოიგეს და სლოვაკეთი მიყვა და მიუხედავად იმისა რომ ყველაზე წარმატებული სახელმწიფო არიან მაკუთხით იცავენ საკუთარ სუვერენიტეტს არც ნავთობზე თქვენ უარი არც გაზზე არ თქვენ რუსულზე უარი და აქვს ყველაფერი ხო მიუხედავად ამისა ევროპელი უნგრელმა მოსახლეობამ ხვალ შეიძლება გადაერჩიოს ორბანი და მოიყვანოს ლიბერალი არ დაგვავიწყდეს ზეწოლა მიდიოდა არნახული ვიდრე პიცოს ესროდნენ და ორბანს ავარია მოუწყეს გახსოვთ და პარალელურად მათ შორის ყველაზე მეტად აი რა ხანდახარო გიждდებიან ხოლმე რომ აი გამოდიან ხოლმე რომ არ შეიძლება ნუ რაღაც არანორმალურად ვიღაცისტი იყო საერთოდ ვიღაცისტობა მაგრამ აი რომ ამბობენ ხოლმე და ბევრი ესეთი ხოცის გამოსულა და იგივე ნაცრეთ თქვენჩ კამათი რო ქონეთ ისეთ რაღაც არა არგუმენტი მაგრამ ბიჭო აქაც იყო ხო პარალელურად როგორ ებრძოდნენ ხო იგივე თქვა ბიზნესოვანიშვილს ამ ხელისუფლებას მაგრამ უყურე რა მოხდა იქ ყველა ამის მიუხედავად მაინც ევროპულ აი საზოგადოებას ახლა მოდი რა უნგრეთზე ვერ ვიტყვით ხო და ევროპაზე მართლა ვერ ვიტყვით რაც მართლა მისი ღირებულებაა და იგივე არჩევნების რა ვიცი გამჭვირვალე ჩატარება ანუ ადამიანი რომ მიდის ანუ მოქალაქის აქტიობა არჩევნებთან დაკავშირებით მართლა სხვა რანგია სამწუხარო ჩვენთან ასე არაა და ეს არჩენა ყველა არჩენება მიუხედავად ამისა შეთქმის არ იყოს ისე მუშაობს ეს იარაღი რომელსაც ქვია ეხა აქ სასაცილოდ ეძახიან იგივე თქვა deep state-ი ხემო სხვა და სხვა რომ საკმაოდ ეფექტურადაც კი იმ დღეს სხვათა შორის აი ძალიან საინტერესო მაგალითია უნგრეთზე რა წყალბურთის ჩემპიონატი მიდის ბელგრადში მე მგონი თუ არ ვცდები და საქართველოს ნაკრები მონაწილეობს და წარმატებას უსურვებ ყოველ შემთხვევაში ნუ პირველი თამაში ქონათ ბერძნებთან და იმავე ჯგუფში თამაშობს უნგრეთი რომელსაც და ბატონ კოტესთან ვიყავ მიგაძესთან სახლში და ბატონი დავით რურუა იყო რა ძალიან საპატივცემო კაცი წყალბურთის ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი კაცი და ლიდერი და ყოფილი სპორტსმენი და ვაპარაკობთ ისე და მე უბრალოდ დავსი გითხარ გული დამსდა რომ თქვია ბერძნებთან პირველი თამაში ძალიან ისე წავაგეთ რა ბოლოდნელი იყო ცოტა და პირდაპირ გამოვხატე რა ბატონ დავითანას და ვაპარაკე რომ მეთქი ესე და ესე მეთქი ბერძნები ჯერ ესეთი ანუ ბერძნებზე კიდე ძლიერები არანო ბერძნებს ზღვა აქვთ ნუ ბოლოს და უნგრეთს აქ ერთი მდინარე ზღვა და არის 4-ჯერ მსოფლიო ჩემპიონი იმდენად და ისეთი და ესე არ არის ანუ სწორი შეფასება თუ არ მოხდა აი ჩვენ რაღაცებში გავიმარჯვებ და ხანდახან აი ძალიან გადავყვებით ხოლმე რაღაც სპორტის ხო ჰოკეის ნაკრები ხო ნუ ახლა იქ ცოტა ხო მომისმენთ მაგრამ ჩვენ რაღაცებს აი რაღაც თუნდაც სპორტის წარმატებებს რა ძალიან ესე იმასო მაგრამ რეალურად რაციონალურად არ ვაფასებთ რა ვისთან მოხდა გამარჯვება რა პირობებში მოხდა გამარჯვება ვინ არის შენი მომდევნო მტერი მოწინააღმდეგე და აი ამ ყველაფრის შეფასების დროს უნგრეთმა ყველაფერთან ერთად სპორტი შეინარჩუნა სპორტში წარმატებებით აქვს და იმ პირობებში რაც ხდება დღეს თუნდაც ირგვლივ და პირდაპირ არის ხო პირდაპირ ხედავ ჩვენ ხო ტრამპი რო ასეთ ვიდეოს ჩაწერდა ტრამპს მანამდეც ჰქონდა ანუ რაღაცა ისე როგორ რაღაცა რა მინდა ვთქვა რომ ევროპელ ლიდერებს განსაკუთრებით ესეთ კონსერვატორ ლიდერებს ერთმანეთში მოკავშირეობა აქვთ მათ შორის ტრამპი ეხა ტრამპიც ბუნებრივია პოლიტიკური ნაბიჯიც არის ეს რომ მისი მოკავშირე ევროპაში მისი იდეოლოგიური მოკავშირე არის ეს მაგრამ ჩვენ ხელისუფლებას იცი რა პრობლემა აქვს ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრობლემასაც ხედავ რომ ის რაც ევროპელმა ლიდერებმა
იმ სხვა ევროპელ ლიდერებთან ამერიკის ლიდერებთან მიაღწიეს მოკავშირეობას. ეს არის საწყისი რა, როცა შენ მოსახლეობასთან ხარ მოკავშირე. ჩვენ შემთხვევაში ყველაზე სამწუხარო ის არის რომ საკუთარი ხელისუფლება რომელიც აი ამ ყველაფერს გაუძლო, მართლა სანქციებს, რა უზარმაზარ რაღაცას, საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ მოკავშირეს, საკუთარ, არ ვიცი როგორ ვთქვა, ამომრჩეველს, გულწრფელ ამომრჩეველს, ვინც მართლა ამ იდეის გამო იბრძოდა მოკავშირეს კარგავს. და იმიტომ აკეთებს მე ასეთ განცხადებებს, იმიტომ რომ დღემდე ჩვენ ხო გულწრფელად ვთქვათ კითხვას. ოცნებისტები 2012-ში მივეცით ოცნებას ხმა თუ არ მივეცით ხმა. თავარი ჩვენ ხო ვიცით რომ ნატოს საკითხი ამოსაღებია ძმაო. ნატოს საკითხი, ევროატლანტიკური ის რა საფრთხე ჩვენ შეიძლება ამისგან დაგვემუქროს, რა მაგალითის დღეს რუსეთ-უკრაინის ომით მოხდა და ყველა მსოფლიო ლიდერმა აღიარა ეს და ნატოს მთავარი მოწინააღმდეგე დღეს ტრამპი გამოდის. აი ამ ფონზე ის რომ შეერთებულ მოკავშირე ყავს, დღესვე რო ჩაატაროს ხელისუფლებამ, ქართულ ოცნებას რო ჩაეტარებინა ნებისმიერ არჩევნებში რეფერენდუმად შემოეტანა, გინდა თუ არ ამოვიღოთ, ხო ვიცით რა შედეგი იქნებოდა, მაგრამ რაზე ჩაეტარებინა, რას თვითონ შეიტანა? მოკავშირეს კარგავს შიგნით და გარეთ რო შენ მოკავშირეს ეცებ, ნებისმიერი გარე ფაქტორი, როცა გადამწყვეტ როლს შეასრულებს და მიხვდები რომ გამარჯვებულია, სხვანაირად დაგიწყებს მე ლაპარაკს. მე აღარ მე რა ისგებს, დიდი ხო დაიწყეს უკვე. აი დუგინის განცხადება ქონდა თუ არა გეგმაში დუგინის განცხადება საუბარი, მაგრამ დუგინის განცხადება ეგ არის ხა, ხო? ანუ ეგ ჩვენთვის უნდა იყოს ალბათ ძალიან ისეთი სიგნალი რა, ქართული საზოგადოების პოლიტიკური ელიტისთვის. ეხლა დუგინი არ არის პატარა კაცი, ხო? მაშინ რუსეთში შეიძლება თანამდებობები არ აქვს არაფერი, მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ იდეოლოგი და საზოგადოებრივი აზრი შემქმნელი. რა თქმა უნდა, არ დაგვავიწყდეს ვინ არის უკრაინულმა რაღაცა ფაშისტურმა მან შვილი აუფეთქა მანქანაში, ხო? ქალიშვილი იმხელა ფიგურა არის რუსულ რაღაცა პოლიტიკურ სააზროვნო სივრცეებში, ხო? მისი განცხადება, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო და ნუ გააშუქა ლიბერალურმა მედიამ გასაგები იმით, თვითონაც ბოდიში თვითონაც მაგმანქანაში რომს დაარიყვნენ ისე ტელევიზიაში აფეთქებდნენ. კი, ხო და სამწუხაროდ ეს განცხადება იყო ისეთი, რომ ჩვენ რასაც ეხლა უყურებთ, ერთი რაც სიმართლე იმ განცხადებაში არის ის, რომ დავუშვათ პატარა ქვეყნების სუვერენულები ვერ იქნებიან, იმიტომ რომ საკუთარ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ, ეგ გასაგებია და ამის აქეთ და ამ კონტექსტიდან ამოდის და ამბობს, რომ ჩვენ არ გვჭირდება არც სუვერენული საქართველო, არც აზერბაიჯანი, არც სომხეთი, იმიტომ რომ ეს ქვეყნები ბოლოს სუვერენული ვერ იქნებიან და ისინი ჩვენთან თუ არ იქნებიან, მაშინ იქნება სხვა სხვების გავლენის ქვეშ იქნებიან, ან იქნებიან ეს ამერიკელები, ან ჩინელები, ან თურქები, ან ასე შემდეგ, ხო? ხო და აი ეს უკვე ისაუბარი, რასაც მე რა მომდა რომ ესე დაიწყებს ეს დაიწყეს უკვე იმათ საუბარი 2-3 წლის წინ ხო ვიცი ჩვენ რუსებს არ ქონდათ ესეთ დამოკიდებულება პირიქით მათი ინტერესი დამოკიდებულება მათი ინტერესი იყო სუვერენული საქართველო არ უნდა გამოგჩეს არ დაგვავიწყდეს ის კადრები რაც სტენოგრამა მოიღეს ბუშის და პუტინის შეხვედრას ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის აი მაგ იგზნობა რა იყო ზუსტად აგვისტოს ომამდე 3 თვით 4 წლის წინაც ეგრე იყო ხა რუსებთან როცა ურთიერთობა ქონდა და რუსები რუსული რიტორიკის სვლილებას რა და არა ვერ წამი თქვა მოდი რა მე სხვა რამეს უფრო ვაგვირდები ხა რუსეთის მხრიდან თუნდაც ასე ტიპის განცხადებები არ არის გასაკვირი ხა რა ვიცი 35 წელია დედის გინების მეტი აქედან არაფერი მიკეთებია და ხო გასაგები რაღაცა მოიკეთებია შენ შეხედე აზერბაიჯანის რიტორიკის სვლილებას შენ შეხედე თურქეთის რიტორიკის სვლილებას ნელ-ნელა რომ ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში რაღაც ბზარები ჩნდება ნელ-ნელა რომ იქიდან ალიევს რაღაც პრეტენზიები უჩნდება ეს ხომ არ არის გასაკვირი არ არის კი არა ეს არის მომავალი ეს საფრთხის შემცველია ეს ძალიან ცუდია ავიღოთ ჩვენი გადაცემები და როდესაც საუბრობთ შემდეგი დაპირისპირება აქ უნდა იყოს რუსულ-თურქული დაპირისპირება პირდაპირ ვამბობდით რომ მაშინ ჩვენ მოგვიწევს ხარის არჩევად ხო აი მე მახსოვს მე როგორ ვამბობდი ამას რომ უნდა მოგვიწევს ხარის არჩევა საით ვიქნებით რუსულ ბანაკში თუ ვიქნებით თურქულ ბანაკში ეგ რეალობა ეგ რო ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა ქართული საზოგადოების აი მე მაგალითად თქონია ლაპარაკი არა ვიცი რასაც იტყვი საზოგადოებას რა არჩევანი ექნება არ ვარ ნუ რა ვქნა არ ვარ დარწმუნებული იმიტომ რომ მე აი მყავს ესეთი მაგალითები საშუალო სტატისტიკურ ქართველებს ვეძახი ხოლმე რომ აი იმ ადამიანის აზრს რომ მოვისმენ და მასთან ერთად კიდე რამდენიმე ადამიანის აზრს ნუ ზოგადად მიჩნდება შტაბეჭდილება აი საშუალო სტატისტიკური ქართველი რას ფიქრობს მე მყავს ესეთი ადამიანები რომლებისთვისაც აი 4-5 წლის წინ რომ ქონია ამ თემაზე საუბარი აი ძალიან უტრირებულად ვიტყვი ეხა ასე არ არის რა თქმა უნდა და იმედია არც არასდროს იქნება ასე არჩევანი მაგრამ აი რუს და თურქ შორის რო კონდეს არჩევანი ვისაერჩო შეურაცხყოფად იღებდნენ რომ თურქთან რა მინდა ხო ანუ იმის მიუხედავად რომ რუსეთ 5 წლის წინას მტერი იყო მათთვის და შემდეგ აი თურქს და რუს შორის არჩევანი ყოველთვის იყო რუსული არჩევანი და იმიტომ რომ ის მუსულმანია სხვა კულტურა ის არის ასე მოკლედ ბევრი არგუმენტის გამო დღეს ესე აღარ არის მე მოვისმინე ბევრისგან სამწუხაროდ ისეთი აზრიც რომ აი ნუ პრინციპში თურქეთი ხომ ისეთი აღარ არის ადრე რო იყო პრინციპში ხო ისე ხარ რაღაც აი
ეს არის ხალხო ყველაზე უფრო ბეცი არგუმენტი. მე ესეთი არგუმენტები მომისმენია, მათ შორის პრეტენზია რო აქვთ რაღაცაზე და ძალიან ცოდნე ხალხი როა ვითომ და ამ საქმეში ჭირჭმოჭრილი, მათგანაც რომ ის კაცო ადრე იყო ეს ოსმალეთის იმპერია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სახელმწიფოს ფორმაცია, როგორი არის, ის არის სულთანათი, თუ ის არის დემოკრატიული, ის არის სეკულარული, ამას აქვს მნიშვნელობა თვითონ იმ ქვეყნის შიგნით მასხოვრებელი ადამიანებისთვის, რომ იქ შიგნით როგორ ხდება ძალაუფლების გადანაწილება, ინსტიტუტები როგორ მუშაობენ ამ მხრივ, თორე საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოები არ მოქმედებენ იმის მიხედვით, როგორია მათი მოწყობა, სახელმწიფოებრივი მოწყობა. ისინი მოქმედებენ საკუთარი აი გეოგრაფიული ლოგიკით, გეოპოლიტიკური ლოგიკით, რა არეალშიც მდებარეობს თურქეთის სახელმწიფო ოსმალეთის იმპერია იმიტომ კი არ იყო ისეთი რომ იქ სულტანი იჯდა პირობითად იმიტომ რომ ამ მდებარეობის სახელმწიფოს სხვანაირი განვითარების ლოგიკა არა აქვს ის მოქმედებდა იმ ლოგიკით რა ლოგიკითაც რა გეოგრაფიულ არეალშიც იყო დღესაც იგივე იქნება ხვალაც და ზეგაც ყოველთვის იგივე იქნება ეს გამორიცხულია რომ სხვანაირად პირდაპირ მაგალითები ხო გვაქვს ეხლა კაცო 400,000 თურქი ჩამოსახლება მოგთხოვა და პირდაპირ თან დიდგორობის დღეს ამას გარდა ძალიან მაგარ რაღაცას გეტყვი ძალიან აი შენ მაგალითზე აი თუ გინდა ნებისმიერი ადამიანი ვინც დაინტერესდება აგინა მე უზრუნველყოფ და ჩვენი კავშირებით თუნდაც რუსეთის ფედერაციაში აი უბრალოდ კვლევა ჩავატაროთ და აი მართლა ხელმისაწვდომი ინფორმაციას მე შევესწრები რომ აი დაუკავშირდე ჩვენ მეგობრებს იგივე თქვათ მოსკოვში მცხოვრებს ან რუსეთის ნებისმიერ ტერიტორიაზე ვინც პოლიტიკით არიან დაკავებული დიპლომატიით არიან დაკავებული და მარტივი სტატისტიკა უთხრათ აი თურქეთშიც ხომ არიან არალეგალურად თუ ლეგალურად მომუშავე ქართველები ხო ვიცით რო არიან რუსეთში ხო არიან და არიან აი ნებისმიერ თვითონ არჩიონ ადგილი მე დავეხმარები აი თუნდაც მოქცევის ყოფის პირობებით გინდ ლეგალურს და მით უმეტეს არალეგალურს აქამდე ეხა აღარ არის იგი იმიტომ რომ ვიზების შემდეგ მოიხსნა ეს პრობლემა აი თუ გინდა გავაკეთოთ შედარება და აი ნახე როგორია დამოკიდებულება იქ ნებისმიერ საკითხში მატერიალური ხელფასის გაცემის დროს სამართლებრივი კუთხით მოწყობის კუთხით საძინავთ როგორ ძინავთ მე ვამბობ ხა მეწელს მე არ ვამბობ ადამიანს რომელიც ოჯახებში თურქეთში წულიან სხვათა შორის და თურქეთშიც ამ კუთხით ძალიან ბევრი მე ვიცი ხალბატონი მოხუცებს ულიან და რაზეა ლაპარაკი მაგრამ აი სხვა მძიმე სამუშაოებთან დაკავშირებით და შევადაროთ რა აი იმ არჩევანს როგორც აი მისე მაგის უბნება ხოლმე რომ რავი თურქების ეხა ხო შეიცვალა თურაც ამ კუთხით მე არ ვამბობ რომ ეს იქნება მაინც და მაინც ერთი რა მთელი ყველაფრის ანალიზი მაგრამ ჩვენ ხო მოდი რა რეალურად რაღაცებზე ველაპარაკოთ ანუ დღეს როგორ გექცევიან აი იყო საუბარი ხოლმე რომ ჩვენც მეც მაგალითად ერთ-ერთ დებატებში რა საუბარში მიუნხენის აეროპორტში მომიწია საუბარი რომ თანასაოცრება იყო ანუ ერთად მოფრინავდით გერმანიიდან და ის ადამიანმა მითხრა რომ იმის ოჯახი დღემდე რუსეთში ცხოვრობს ანუ დევნილები არიან და რუსეთში და იქ არიან და დაჩემამჩემ კიო კარგად არისო მაგრამ აიო მე ყველაზე მაგალითად მოყავდა 2007 წელს რომ რაღაცა თვითონავში რო ჩასვეს ქართველები და რო გამოუშვეს ყველა აი გამოყრაო აი ეგო ანუ ეს ქონდა მე უბრალოდ მე არავის არ ვამართლებ და მით უმეტეს იმაზე რაც ცნობა არ მაქვს არ ვიცი ზუსტად შესწავლე არ მაქვს მაგრამ ხო შეიძლება ზუსტად შევისწავლოთ ფაქტი რა მოხდა როგორ იყო არავინ არ ამბობს სასიამოვნო იყო მაგრამ თუ ეს გვახსოვს და თუ ეს ვიცით ამის ხო წინაპირობები რატო არ გქონდა თუნდაც ამის მერე რომ ყველაფერი დაივისა და მათ შორის ასეთმა ადამიანებმა თვითონ პირველები ჩავიდნენ იქ და თვითონ ავდა ბიზნესებს აწყობენ და ყველაფერს მე რატომ მეუნება ამას მაგალითად თუ პრინციპულები ვარ ბოლომდე პრინციპულები უნდა ვიყოთ ვიტყვით რომ აი არ დავდივართ მარცხენა ტროტუარზე პროტესტის ნიშად არ გადავალთ აი ხო არის ხა ის ამათიც მიკვირს რაღაცა პროტესტის ფორმებიშიც როგორი ამოწურავთ მე მახსოვს ხა სააკაშვილის დროს კი რაღაცები ცოტა ხა რაღაცა დეჟავუ მგონია აქ ისეთ კანონებს იღებენ მაგრამ აი უყურე რა ტროტუარზე იმასთან და მოდი რა რაღაცა პროტესტის ფორმების გამოხატონ რა ჩვენ მაშინ მახსოვს ატპორი და რაღაცა იმები არა იდეებს არ ვაწოდი მაგრამ არა თუ ესეთი პროტესტი გამოხატავ სულ უთხარია შემშობლებს რა არ მინდა იქიდან გამოგზავნოს ნუ რაფერს შენ ახარ დედაკი მე არ წავალ არ მივიღებ რამა იმ და პენსიას არ ავიღებ კაცო საქართველოში ცხოვრობს ხალხი რუსებს აგინებენ ლანძღავენ ანტირუსები არიან და პენსიას იღებენ რუსულ პენსიას იმიტომ რომ მოქალაქეობა არ დადოს იმიტომ რომ აძლევს რუსეთის მთავრობა აღაში ხო ტანკებს იყიდეს მე რუსეთის მართული და ეგაუტო რაციონალურად უნდა შევაფასო მე ხა ნებისმიერ ადამიანი ვინც ჩვენ გვიყურებს რამოდენია ხო რომ რუსეთში მცხოვრები ადამიანები იგებენ სხვა შორის ამასენა შეხვდა გერმანიაში ვიყავი და ნუკი არველაძის პოსტი შეხვდა რა ძალიან ათლათ ეწერა ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე აი
ის ბენეფიტი ვისაც რა აქვს მე კი არა თქვენ უფრო მეტი გაქვთ ხალხო თქვენ უფრო მეტად იფრინეთო ამ თვითრონებითო თქვენ ხათო და ამას რა ჯობიაო და კომუნიკაციაო და ამას მე მაყვედრით და ჩემნაირებსო სხვებს ვისაც არ აგვაქვს მართლა და ქირის ფულს ვიხდითო და ბანკის ფულებს ვიხდით ხო ეგრე არის ნამდვილად სხვა შორის აი ჩვენი ეთერები ხშირად გვიკომენტარებენ ხოლმე რომ თურქოფობიული არ არის ბატონებო ეს არანაირი თურქოფობია და ჩვენი მიზანი ეს ნამდვილად არ არის ეს არის რეალობა სამწუხაროდ არ ვიცი საქართველოს დადგება ამ რეალობის წინაშე და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და მომავალში სამწუხაროდ ალბათ კიდევ ნახავთ როგორ არაპირდაპირ თურქეთთან მაგრამ ის მოკავშირე აზერბაიჯანთან როგორ დაიძაბება ურთიერთობები რა პრეტენზიები გაუჩნდება ღმერთმა ქნას რომ ეს ასე არ იყოს მაგრამ ამისი ნიშნები სამწუხაროდ უკვე არის და სამწუხაროდ ერთი რამე მინდა მე აუცილებლად თქვა საქართველოში ეს პროცესი რბილ ძალას რასაც ეძახიან თურქულ რბილ ძალას უკვე დიდი ხანია დაწყებულია და ამაში მხოლოდ თურქულ სერიალებს არ გულისხმობ პირველ რიგში აჭარის მაუწყებელს რომელიც არის სახელმწიფო ტელევიზია. საზოგადო მაუწყებელი. იმდენად უნამოსოები არიან, რომ ჩვენივე ბიუჯეტით ვაფინანსებთ, ჩვეულებრივი ანკარა ნიუსი უნდა იყოს. პირდაპირ. ხო, არ უყურებ, რომ რამდენი გადავრთე არის რაღაცა ყავა ბათუმურა თუ რაღაცა. ისა აქვს და პირდაპირ დადიან ესე აი როგორ ცხოვრობენ ქართველები თურქეთში, როგორ განა იმას არ ვამბობ. ეს ან საინტერესო არ არის, ან ამ თემაზე არ შეიძლება. ტაუკლაჯის ტერიტორიაზე დადიან თუ სად დადიან ის? ბათუმში დადიან, სად დადიან და მიდის საუბარი პირდაპირ მიდის პრო-თურქული პროპაგანდა. პირდაპირ პრო-თურქული პროპაგანდა არ მოვერიდები ამ ნაცები იყვნენ ვიცოდი და ეს არის ვაფინანსებთ ჩვენივე ბიუჯეტით. აჭარის სახელმწიფო ტელევიზია გადაქცეული არის პირდაპირ აი ანკარას ნიუსად. თავიდან ბოლომდე და ესეთი ტიპის საკითხებს ჩვენ სამწუხაროდ ურემი რო გადაბრუნდება ხოლმე მე ვხედავთ, მე ვაქცევთ ყურადღებას და ეს თავიდანვე არის ყურადსაღები და ყურადღება მისაქცევი, იმიტომ რომ არ შეიძლება მართლა, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის ისტორიული გამოწვევა იყო და ისტორიულ გამოწვევად რჩება. იმიტომ რომ რაც კი ისლამი ზოგადად შეიქმნა, მე აქ ისლამურ ფობიას ნამდვილად არ ვეწევი, მაგრამ აი რაც ისლამი არსებობს, რამდენი საუკუნე არის, მე მგონი 14 ხო, უკვე ნუ მე-7 საუკუნიდან მოყოლებული. იმის მერე კავკასია არის ისლამის სამიზნე. და ის რაც 1400 წელია ხდება, აი რატო უნდა იყო იმდენად შტერი გეგონოს რომ აი ხა 70 წელი შეიცვალა და სხვანაირად. აი არ ნიშნავს. რაც კიდევ უფრო ბნელი ეპოქა მოვიდა, ხა თურქოფობია ის ნორმალური არ არის, ხა ის ადამიანი ალბათ რა ვიცი, ხა თუ მაგას გულწრფელად კითხულობს, როგორ შეიძლება იგი კითხო აი წეგან ვიძახდით გრენლანდიაზე ხო აი ფეხი აი არაფერ კავშირში არ არის ამერიკელებთან ხო ანუ საერთოდ ჩეხება არ ქონიათ და იძახის ეს კაცი ძალამაგ და მინდაო ჩემიაო და ყარსის ხელშეკრულება რო არის დადებული თურქებთან რომელიც აჭარის ავტონომიის გარანტია ეგ ხო არ გვავიწყდება აი ხვალდაზე ხედავთ რეალობას სადაც არანაირი საერთაშორისო სამართლის საერთაშორისო წესრიგი აღარ ფუნქციონირებს არავინ არაფრის მომკითხავი არ არის და ხვალ რო ადგეს მithmedes ახლა გაგვიკვირდება თუ რა კიდევ ერთხელ მე ხა თურქოფობია რა შოეშე ჩვენ ხო არ მოვითხოვეთ 400000 ქართველი ჩაისახლებინა ტაუკლარჯის ტერიტორიაზე იმიტომ რომ ისტორიულად ქართული ჩვენ ხო არ მოვითხოვეთ ხო არ მოვითხოვეთ მაგას ხო ისინი ითხოვენ ამას ლექს საქართველოს პრემიერი არ გამოსულა და მეზმაზე ტაუკლაჯის ლექსი არ წაუკითხავს ხო პირიქით დიდგორობა ჩაიყვანეს თავდახრილი იდგა და იქ მოთხოვეს რა პირიქით სხვა შორის ეს უნდა იყოს მაგის პასუხად რომ საქართველოში ძალიან აქტუალურია პროპაგანდა მათ შორის ახალგაზრდებში პირველ რიგში ახალგაზრდებში და ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ეს არის დაფინანსებული პროპაგანდა რომ აი მაგალითად გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება უნდა იყოს ამოღებული სასწავლო პროგრამიდან რატომ ეს არის მნიშვნელოვანი. აქ ამბობენ არგუმენტებს, რომ აში მაინტერესებს იქ ბერების ცხოვრება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ თავარი რა არის? ეს არა გიორგი მერჩულეს ეს ნაწარმოები გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება არის ერთადერთი წერილობითი წყარო. ერთადერთი წერილობითი წყარო, სადაც არის დაცული ისტორიული მეხსიერება ტაოკლარჯეთის შესახებ, რომ ტაოკლარჯეთში დაიბადა საქართველოს იდეა, ის რომ საქართველოს ქართლად ფრიადი ქვეყანაა აღირაცხები, სადაც ქართული თანით და ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღევლინების ეს სიტყვები ეს იყო საქართველოს შექმნის იდეა, ხო, სადაც ქართულად მიდის წირვა ლოცვა, ის რომ არის საქართველოს ეს იდეა ტაოკლარჯეთში დაიბადა. ჩვენი აი კერა საიდან როგორ მონასტრებში, ხო? კი, აი ეს ისტორიული მეხსიერება ერთადერთ წერილობით წყაროში არის დაცული, ეს არის გიორგი მერჩულეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და განსაკუთრებული წნეხი არის სწორედ რომ ეს ნაწარმოები უნდა იყოს სასწავლო პროგრამიდან ამოღებული და ჩვენ მომავალ თაობას აღარ უნდა ვასწავლოთ ეს პროგრამა. ვისგან არის ეს განსაკუთრებული წნეხი? ეგრეთ წოდებული ბოლონიის სკოლის პრინციპი აქ რა ქვია ევროკავშირის რაღაცა ის კანცლერ აქტი რაც გერმანელებს ამერიკელებმა დაუდეს და ამაზე ჩვენ ადრე ეთერიც გაგვიჩერის ლამისო ეს როგორ ხმარობთ ამ სიტყვებსო და ბატონი მერაბრატეშვილი მყავდა მოსკოვიდან ჩართული შენ ახალგაზრდა პროპაგანდა ახსენე და ჩვენ გაცემო დაცვის უახლოვდება და აი ისევ რაღაცა გერმანიის მაგალითზე რო ვთქვა რა ისეთი პროპაგანდა მიდის აი მაგალითად რა ხდება გერმანიაში მცხოვრებ ემიგრანტებთან დაკავშირებით
არავის არაობ, რა თქმა უნდა, სამწუხაროა რომ უმეტესობა არის მართლა არ ვიცი, ან მიშისტები როგორ არიან მიკვეს, იმიტომ რომ რამოდენიმეს გამოვკითხე რა. ბევრი ძალიან შინაურია ხა. რას იზავ ხო? როგორ საქართველოა პატარა, ოჩახვალი იქაც, რაღაცა ისეა რომ ხა რას ქვია ხა ქართულს არ მივესალმოდა ურთიერთობა არ მქონეს და ბევრი ჩემი ბავშვობის მეგობარი ახლო და ძალიან აი შინაურად კითხე რა რომ კაი მიშისტი ხარ ვიცი, მაგრამ ისე უყვართ მიშა ზოგზოგიერთებს რომ შეკითხვა გამიშთა რომ მე მახსოვს რომ არ იცნობენ და არ ქონ. ანუ მიშას დროს არ უცხოვრიათ საქართველოში, მიშამდე წავიდნენ, შრომით, წვალებით სხვათა შორის. მე მაგვსაუბარი წარმატებულებზე არა მარტო პროფესიული კუთხით და ექიმები და თქვა იურისტები ან შენი კოლეგები ან აი ვიც მართლა მუშაობენ და არიან სწავლობენ, ოპერები იყვნენ, მე ისწავლეს და მე მოეწყეს ადგას და ოფიციალურად ცხოვრობენ, ხო? მე მეკითხავდი, მიშას დროს არ გიცხოვრიათ. მიშას ანუ რაღაცა სიკეთეები არ იცი. კაი, სუდის ვერ ხედავდა, რას უშვებოდა, რა ხდებოდა კი ბატონო მაგრამ რაღაცა ეს მიდგომა რა არის, მაგრამ იცი რა, აი ტვიში ჩადებული რაღაცა სიგიჟეებით რა. აი პროპაგანდა რა ხდება. აი ეხლაც რა, ახალგაზრდა თაობას, ანუ აი ძალიან მარტივი რაღაცები. ეხლაც მოვისმინე რომ იქ ტროტუარზე დგან ადამიანები, იქ რომელსაც დაიჭირეს და აი მართლა რო ეთქვა ბევრი არგუმენტი, აი აქ არსებული არგუმენტი ბევრი რომ ფაქტები ეთქვა, ეხსენებინა რას მიშვები, ქართველი არა ხარ, რაღაც აი საოცრება რაღაცა. აი რუსულად მაჭმევდნენო და რაღაც ამაზე. აი როგორ რაღაცა აი ნებისმიერად და ყველამ ეს კარგად იცის, პირველად არ ვამბობ მე რა. და ეს ყველამ კარგად იცის, უბრალოდ გულში ჩაიხედონ, როცა დაიწყებენ რაღაცის პროპაგანდას და ახალგაზრდებს მოუწოდებენ, წამოდით, დატოვეთ ქვეყანა და ევროპაში ბევრი საშუალება. დღეს მაგალითად გერმანიაში, ჯერ ყოველთვის იყო რთული გერმანიაში, ანუ თუ გერმანიაში სასწავლებლად წახვიდოდი, ეს არ არის მარტივი პროცესი რა. საკმაოდ დიდი გზაა და გერმანიის ბიუროკრატია ცნობილია ყველასთვის და ყველაფერში. ოჯახის შეერთების დროსაც კი გადიხარ ძალიან ბევრად. აი დღეს რო ახალგაზრდებს ეუბნები მაგას რომ აი გერმანია ყველაფრის მიუხედავად ჩამოდით აქ მე მარტივად დავუსვი კითხვა ერთ-ერთ ადამიანს რა და სხვა შორის აი ჩვენი პროდიუსერი და ჩვენი თანამშრომელი მარია მირო არის მისი მეგობარია ჩამოსული დღეს რომელი გოგოც გერმანიის საბუთით ცხოვრობს და ვიზა გააჩნია მას და მუშაობს ისეთ სეგმენტში ისეთ სექტორში სადაც ყველაზე მეტი პატივისცემა აქვს და დაფასება აქვს სახელმწიფოს მხრიდანაც არის სამედიცინო სფეროში მუშაობს ეს გოგო წელებზე ფეხს იდგავს და უბრალოდ ვეკითხებოდი მეთქარი მე დიდ წელს გავდივარ მეთქი აქ რომ ლაპარაკობ და აი უბრალოდ ჩემ მეგობრებში თქვი რა აი გადასახადების კუთხით თქვი რა ხდება მეთქი რა და ელემენტარულად აი უბრალოდ რომ ერთ გადასახადს ვიტყვი აი გინდა არ გინდა რომ უნდა გადაიხადო აი ბინა იქირავა გოგონამ შეცვალა ბინა გადავიდა უფრო ნაკლებ ბინაში რომც არ იყო შენ თენგო და ცოტნე მინდა გითხრათ რა გერმანიაში როგორ არის გინდა თუ არა ტელევიზორი არ გინდა რა ტელევიზორი საერთოდ არის გაქვს ტელევიზორი არც არავინ უყურებს ტელევიზორს დღეს მით უმეტეს ახალგაზრდა ჩვენი თანამემამულე რომლებიც იქ მუშაობენ გინდა არ გინდა ტელევიზორი რო არა გაქვს საერთოდ და რო არ ხმარო და საკაბელო გადასახადი არსებობს ასეთი რომელშიც იხდი დაახლოებით 51 ევრომდე აი შენ წარმოიდგინე ხა უბრალოდ ნახე რა არ არსებობს შენ ვერ იქირავებ ბინას და ბინას თუ იქირავებ იმ გადასახადს შენ იხდი იმიტომ რომ გერმანიაში არის დაწესებულია ხმარობ არ ხმარობ სატელევიზიო საკაბელო გადასახადს იხდი და აღარ ვამბობ ტრანსპორტში რა ხდება როგორია მგზავრობა რა რთულია იქ ცხოვრება მით უმეტეს როცა კეთილსინდისერად მუშაობ და ცხოვრობ როგორ შეიძლება ამ ადამიანებს მოუწოდო თუ რაღაცა მართლა არ არის და ყველას მინდა დიდი მადლობა უთხრა და ყველას უსურვებ რომ გერმანიაში და ეგეთ ქვეყნებში სადაც მართლა რაღაც ძალიან მაღალი დონეა იყო ცხოვრების ყოველ შემთხვევაში წავიდეს და ჩვენი ქართველი წარმატებული იყოს მაგრამ ჯამ თუ ინ გამორეცხილებს მარტო ამას რო ეუბნებენ და ბრმათ რო აქედან ადგება და წავა და აქ რო სტატისტიკა იწერება რომ გავიდა ქვეყნიდან და ის რო აღარ იწერება იქ რა ხდება რატო არ ამბობენ გერმანიაში დღემდე კი რასაც იქ სერიალები და ესენი შვებიან პირველი რო ქართულს აგდებენ და ქართულის მიმართ დამოკიდებულება როგორია მე ვამბობ არალეგალებს და ასე შემდეგ აი რაღაცა ხო შეიძლება სიმართლე თქვა რა ქვეყანა სადაც არ ვიცი მე მნიშვნელოვნად დაინგრა ეკონომიურად და შემდეგ ეს საწყალი წასული ჩვენი წარმატებული აქვია აი მართლა რო შრომობენ საბუთით ყველაფრით მართლა რო აგზავნიან იქიდან ფულებს აი როგორ შეიძლება ეს ნარატივი ქონდეს ამას რომ ესეთი მარტივად ეხი წადი და გაიქეცდა წადი გამორიცხულია სულ რო კვდებოდეს გერმანია რო ძირს ვარდებოდეს და აი სასიცოცხლო ჭირდებოდეს ბიუროკრატიულ მანქანას შენი მაპატია და ესეთ ლევი ფული რომ ისე კონტროლ
კონტროლერი რომ ამოვა ავტობუსში და არ გექნება ის 3 ევროიანი და 1 საათიანი ბილეთი 3 евро და 10 ცენტი რომელიც ის არ გექნება გადახდილი მაპატე და სუფეხებზე კიდე 50 евро შტრაფს გამოგიწერს. ამას რატო არ ამბობ და რატო არ ვიღებთ ამ მაგალითებს იმ ქვეყნიდან? ყველაფრის მიუხედავად რომ აი ეს სამართალი და კანონი ძალიან ბევრს ნიშნავს, ჩვენთ არა ეგრეა ეხლა? ჩვენთან არ მოდის სამწუხაროდ რაღაცა ცუდი რაღაცები არ ხდება? ჩვენ ტყუილა არ ვთქვით და ძალიან მინდა რომ გადაცემას წარმატება კონდეს. სრულიად უანგაროდ იურისტის საათთან დაკავშირებით, რომელსაც მხოლოდ სამართალზე იქნება ლაპარაკი. გინც სამოქალაქო, გინც სიცხლის და გინც თქვა რაღაცა საერთო ადმინისტრაციული სამართლებრივი ფორმებზე იქნება ლაპარაკი. იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ეს არის. არ შეიძლება რომ დღეს პენსიონერს რომელსაც გაუხარდა რომ საწყალი 45 ლარი მოუმატე მიხვიდე კლინიკაში სადაც პენსიონერი დედა მიწევს და უკვე კლინიკა მითხას რომ 2.5-ით მოიმატა რაღაც ღირებულებამ რაც რაკნან ამ საწყლემას ხვანაირად ვერც ისინი მოულიან ავადმყოფ თქვა ამ შემთხვევაში ჩვენ მშობლებს და ბებიებს და ბაბუებს პირდაპირ იყო დაკავშირებული უკვე რომ მოუმატესა რა მიიღო ამი დედაჩემმა ნებისმიერმა პენსიონერმა 45 ლარი მომატებით არაფერი უბრალოდ ავტომატურად ჩამოვეჭრა, იმიტომ რომ სადღაც გაიზარდა იმ აუცილებელმა პასმა, რომელიც პირდაპირ შეეხო პენსიონერს. ეს ღირებულება იზრდება ამ შემთხვევაში. აი ეს არის. გეთახმები მე რომ ნამდვილად არის მაგალითები, რა თქმა უნდა და ჩვენ ზოგადად გვაქვს ასეთი იმიჯი ჩვენი ძირფასი ტროლბოტების დამსახურებით, რომ კრემლის პროპაგანდას ეწევა ვინმე, მაგრამ მე ამ შემთხვევაში დავარღვევ ამ ტრადიციას და ვიტყვი რომ ნამდვილად არის რა თქმა უნდა ევროპაში, ევროპულ ცივილიზაციაში, ევროპულ სახელმწიფოებში დღემდე ბევრი ისეთი რამ, რასაც ვისურვებდი რომ ამ ქვეყანაში გადმოგვიყოდა. ეხლა დღესაც კი დაქცეული ევროპა რომ ბევრად მოწესრიგებულია იქ ყველაფერი ვიდრე აი ამ ჩვენ ეკონომიკურად აყვავებულ საქართველოში როგორც ჩვენი მთავრობა გვეუბნება, ესეც არის ფაქტი. ასევე ვიტყოდი იმასაც და გამოხატავდი დიდ სურვილს და ოპტიმიზმს, იმიტომ რომ ჩვენ მართალია აი ამ თქვენ არ დამეთანხმეთ და პესიმისტური განწყობები გაქვთ ევროპის მომავალთან დაკავშირებით, მაგრამ არ ვიცი შეიძლება ეს ჩემი სურვილის ბრალია და იმისი ბრალია რომ მართლა გულით მინდა რომ ეს ასე მოხდეს. მე მჯერა რომ ევროპული ცივილიზაცია არ შეეწირება ამ კრიზისს და აუცილებლად მოხდება იქ ისეთი ტიპის გამოღვიძება, ისეთი ტიპის პროცესები, ისეთი ტიპის ლიდერების დაბადება და წარმოშობა, რომელიც არაერთხელ მომხდარა ევროპის ისტორიაში და მართლა ვერც ერთი პოლიტოლოგი ვერ იწინასწარ მეტყველებდა რომ ნაპოლეონი დაიბადებოდა, ბისმარკი დაიბადებოდა, მანამდე კარლოს დიდი დაიბადებოდა. ეს არის ისეთი სპონტანური პროცესები, რომლებიც ისტორიის მანძილზე ბევრჯერ მოხდა ამ კონტინენტზე და აქეთ კონტინენტზე სტალინი დაიბადებოდა ქართველი. აქეთაც ახლა სხვა შორის აი სტალინის და ნაპოლეონის ისტორიებს ადარებენ ხოლმე ხშირად ერთმანეთს და არის ამ ჰიტლერი დაივიწყე ისე. რა ეხა ჰიტლერი არ თქვი ხო ხედავ რა ნეგატიური მაგალითია. რატო არ თქვი კაცო? ჰიტლერი ტაიმსის გვერდზე იყო ორჯერ, ყდაზე იყო ორჯერ. გასაგებია ეს დამარცხებული. როგორც მუსოლინიც იყო ორჯერ. ფრანკო მაგალითად ესპანელი დიქტატორი როგორც დღეს ეძახიან, თუმცა არ არის ეს მისი როლი ჯერ კიდევ კარგად ხო შეფასებული, მან გადაარჩინა ესპანეთი მეორე მსოფლიო ომზე, კიდევ ბევრი სხვა ისეთი პროცესი მოხდა მაშინ ესპანეთში, რამაც ეს ქვეყანა დღეს იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს, შეიძლება იყოს რაღაც ფორმით ამ ადამიანის დამსახურება. ჩვენ ხო გვაქვს, იცი რა არის თენგო, ყველაზე მარტივ რა თქმა უნდა ბუნებრივია ხა ჩვენ არ დავიწყებ და ეხა ის არის რა რომ ხო იცი რაზეც თავს იცავ ხშირ შემთხვევაში მე გამოდიხარ რაღაცა სულელურ პროპაგანდაში არ შევალთ. ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც ჩვენ ქვეყანაზე ვფიქრობ და ყველა ქვეყანას მოდი ყველა იმ დიდ ქვეყანაში დაიბადოს ის დიდი პოლიტიკოსი და დაბადებული იყოს და საერთოდ არის რაღაც არ არის თლათ ესეც რაღაც და ჩვენ ქვეყანასაც უსურვებ რომ იცი რა არის რომ აი ვიდრე რაღაცა მივიღებთ ახალი ტიპი რაღაც ჯენზი თაობიდან გამოვიყვანთ რაღაც პოლიტიკურ ლიდერს მე მაინც გონია რომ წიგნად მაინც რომ გადავიკითხოთ ხო ნებისმიერი დიდი ქართველის არ ვიცი ეს მარტო პოლიტიკოსებზე არაა საუბარი ასევე მწერლობაზე და ასე შემდეგ ზოგადად დღეს სოფლიოში არის ეგ პრობლემა რომ როგორც დიდ მწერლობაში მხატვრობაში პოლიტიკაშიც რა თქმა უნდა პირველ რიგში კრიზისი არის მეც მინდა უსურვოდი ჩემ ქვეყანას რომ ძალიან ბევრი დიდი მაგას კაპიტალიზმის კრიზისი ძალიან დიდი ბევრი დიდი ქართველი დაბადებული იყოს და ყველაფერს თავი დავანებოთ ჩვენ რაღაცა ბევრი რამ ვისწავლოთ და მათი ის დროშა ავიღოთ ხელში და გავაგზავნოთ იმ ეპოქაში დღეს გვიწევს და გეოგრაფია არ შეცვლილა. შეიძლება ადამიანები არ დაიცვალონ დაიბადონ, გეოგრაფია არ შეცვლილა. და გეოგრაფია განსაზღვრავს ისტორიას. ნუ ამიტომაც აი ჩვენ უნდა გავიაროთ, რეალობა უნდა გავითვალისწინოთ, რა ხდება, როგორ ხდება და გვინდა არ გვინდა, მოგწონს არ მოგწონს, ყველა დიდ ფაქტორთან, განსაკუთრებით ჩვენ ყველა მეზობელთან უნდა ვიყოთ
იმ სიმაღლეზე მოწოდების იმ სიმაღლეზე რომ ყველაფერზე ველაპარაკოთ ვევაჭროთ გარდა სუვერენიტეტისა, გარდა ტერიტორიული მთლიანობისა, მაგრამ ვილაპარაკოთ და ვესაუბროთ ყველაფერზე, რომ საქართველო როგორც იყო ყოველთვის მან დაიბრუნოს კავკასიის ცენტრის როლი. ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს ეს ამისი გენეტიკაში როგორ აქვს გენეტიკური კოდში ეს დევს რომ რაც არ უნდა იყოს ეხა მარტო ამბიციურობა არ არის ეხა ყველაფერში ცუდი არ არის ამბიციურობაც და ემოციურობაც მაგრამ ბევრ რაღაცას უკვე ჩვენ გვინდა რომ ცივი გონებით შევხედოთ და ცხელი გულით რა თქმა უნდა და სადღაც სოფელში დღეს ეხა თუ ვინმე შეძლებს და გვიყურებს და ან თავისუფალი არხი აქვს ჩართული ან თქვა იგივე სამეფო არხი და იგივე ინტერნეტთან მოუწევს აი იმ გლეხს რომ მივა უკვე რომ დადებს თოხს აქვია რომ გამოვა თავისი მიწიდან ბაღიდან და თუ სადმე წააწყდება და შევხედავს და შემოხედავს თავისი წილი მოისმინოს და ნახოს რომ ჩვენ ამ ადამიანებზე ვსაუბრობ და ეს გუტკივა იმიტომ რომ საქართველოს ყველაზე მთავარი ხერხემალი იყო ყოველთვის და არის სოფელი ეს არის მიწა ეს არის წყალი და ეს არის ის ჩვენი ზნეობრივი და მორალური მთავარიაც ქრისტიანულ ყველაზე მთავარ ღირებულებაზეა ქრისტიანობაზეა დაფუძნებული და რა ვიცი მე მგონი რომ ამაში მსწავლებელი არ გჭირდება თუმცა ყოველთვის უნდა მოვუსმინოთ და ჩვენ გადაცემებში ამიტომ ვცდილობთ რომ ყოველგვარი რაღაცა პოლიტიკური ქულის ყოველგვარი რაღაცა პარტიული რაღაცა მისწრაფების და ამის გარეშე პირიქით მოვიწიოთ ყველა ის ქვეყნისთვის სასარგებლო, სასიკეთო, ნაკითხი, არ ვიცი, განათლებული, რა ვიცი, ახალგაზრდად დაწყებული ყველა თაობის ადამიანი, ყველა პროფესიის ადამიანი და ვილაპარაკოთ გამოსავალზე და ვილაპარაკოთ უკვე არსებულ პრობლემებზე როგორ გადავჭრათ, როგორ შევხვდეთ ხვალიდელ დღეს. კიდევ ერთხელ ვუწევ ნათლისღებას სრულიად საქართველოს, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ჩვენი ქვეყნის გარეთ, ჩვენ მცხოვრებ თანამამულეებს, სიკეთეს და სიხარულს გვისურვებ და ნათლისღება მართლა ეს კურთხევა ყოფილი იყოს ჩვენი ხელახალი სიყვარულისთვის ერთმანეთის პატივისცემისთვის სასყოლზე მთავარია. დიდი მადლობა მეგობრებო, დაგემშვიდობებით კიდევ ერთხელ შევერთები რა თქმა უნდა მილოცვას, სრულიად საქართველოს უსურვებ, რომ აი ეს ამ დღესასწაულის მადლი გადმოსული იყოს ჩვენს ქვეყანაზე, თითოეულ ჩვენთაგანზე და მართლაც ყოფილი იყოს ჩვენი ნათელი მომავლის საწინდარი. მადლობას გადაგიხდით და 4 შაბათამდე დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.